მოგესალმებით ვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით დღეს ჩვენ ვიწყებთ გადაცემას ტრადიციულად იმ მიმდინარე პროცესების ანალიზით რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი და პრინციპში თქვენს კარგად ხედავთ რომ საქართველოში დღითი დღე უფრო იწყება ესკალაცია მდგომარეობის დასავლეთი მილიარდობით თანხას გამოყოფს თამამად შეიძლება თქვა ის რომ რაღაცა მილიონებზეა საუბარი მილიონები არის ცოტა არ იყოს შემცირებული იმიტომ რომ ამდენ NGO-ს, ამდენ ტელევიზიას, ამდენ პარტიას მილიონები არ ეყოფა ეს არის გაცილებით მეტი თანხა მილიონებზე გაცილებით მეტი თანხა რაც არის განკუთვნილი სახელმწიფო გადატრიალებისათვის ეს არის ფული რომელიც მომდინარეობს იმისათვის რომ საქართველოში მოხდეს ის რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა ამისათვის ისინი ყველაფერს აკეთებენ იმას რომ ყოველდღიურად საბოტაჟს უწყებენ ხელისუფლებას და დღეს ეხა იმაზე საუბარი რომ აიცით რა არის ეს ამ ხელისუფლების ბრალიც არის რაღაცეები რომ მათ ისე არ გააკეთეს ესე არ გააკეთეს იცით რა არის ეხლა როდესაც ბრძოლის ველშზე გასული ვართ და ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ ჩართული ეს არის ომი დასავლეთთან მე ვფიქრობ ამაზე საუბარი ცოტა არ იყოს უნდა შეწყდეს იმიტომ რომ როდესაც ქვეყანა ომშია და შენ კიდე ხელისუფლებას ურჩიო ის რატო არ გააკეთე ეს რატო არ გააკეთე ეს ნამდვილად ტყის ცისკრულზე ასხამს წყალს და ეხა შეცდომები რო იქნა დაშვებული ამას ის მოწმობს რომ ძალიან ბევრი მოღალატე წარმოჩინდა და რომ ეს მოღალატეები არ ყოფილიყვნენ აი იმ პოზიციებზე რომლებზეც დაინიშნენ ჩვენ აი ესეთი ილუსტრაციაც არ გვექნებოდა როგორც დღეს მიდის ქვეყანაში აქედან გამომდინარე მე მგონი რომ დროა დაიწყოს ქვეყანაში ერის კონსოლიდაცია ჩვენი ტელევიზია ყოველდღიურად იმიტომ გადმოსცემს ინფორმაციებს მიმდინარე პროცესების შესახებ და გიხსნით საზოგადოებას რაც ხდება რომ გნათლად გაგაგებინოთ რომ რაოდენ დიდი დილემის წინაშე ვდგავართ ჩვენ რამდენიმე სოციალურ ქსელში რამდენიმე პოზიციას წავაწყდი სადაც საუბარი იყო იმ შესახებ რომ აი საქართველოს მოადგა თურქეთის ჯარი რომ იქით აზერბაიჯანელებიც იქით სომხებიც ყველა ჩვენზე კბილებს ილესავს რომ ყველა ელოდება რომ როდის დაგვიცდება ფეხი რომ გადაგვსანსლოთ მე ამას ვსაუბრობ უკვე 25 წელია მეგობრებო დიახ ეს ესეა რომ განსაკუთრებით ეხლა სირიის შემდგომ უკვე თურქეთი ცდილობს რომ საქართველოსთან მიმართებითაც იგივე პოლიტიკა გაატაროს ის რომ დიპლომატიურად ჩვენ ვცნობთ თქვენ ტერიტორიულ მთლიანობას ჩვენ პატივს ვცემთ თქვენი ტერიტორიების უღროვებას ეს არის ბლა ეს არის დიპლომატიური არკადაბრა ეხლა როდესაც საქმე შეეხება იმას რომ ქვეყანამ თავისი გავლენები გაიფართოვოს იქ პატარა ქვეყანას ყველა წამოარტყამს თავში მაგრამ ჩვენ როდესაც ვიძახით რომ აი ეგ თურქეთის ჯარია მოსული იქ რო აზერები კიდე კბილებს ილესავენ იქ რო ყველა რაღაცა ჩვენსკენ არის მაშინ უნდა ვთქვათ ისიც რომ რა არის გამოსავალი აი რო ეს სიტუაცია რა უნდა ვქნათ აი ამ სიტუაციაში რომ მოგადგება მტერი იქიდან აქიდან მარცხნიდან მარჯვნიდან ყველა მხრიდან რომ მტერი თან ასე გიტევს მარტო შეხო ვერ დაიცავ შენ თავს ხო გამორიცხულია ეს ესე იგი უნდა გადადგა ნაბიჯი იმ ქვეყნისკენ რომელიცაც შეუძლია დაიგიცვას და შენი უსაფრთხოების გარანტორი იყოს შენი რკინის გუმბათი იყოს და ესეთი ამ ჩვენს სივრცეში არის რუსეთი და ეს ამის თქმა არ უნდათ ამ ადამიანებს ამის თქმა არ უნდათ იმიტომ რომ აი ეს რო თქვა მაშინ უკვე გახდებიან იმ ბულინგის სხერფლი დაიწყებენ მათზე საუბარს რომ ისინი კრემლის აგენტები არიან დაიწყებენ იმაზე საუბარს რომ ესენი რაღაცა ატარებენ სხვა პოლიტიკას და ეხა ეს ამაზე საუბარი ერთეულების ხედრი ყოფილა ამ ქვეყანაში მარტო ერთეულებმა უნდა ილაპარაკონ და მხოლოდ ამ ადამიანებმა უნდა იპაკაზუხონ უნდა ტელეეკრანებთან ვინ უფრო მეტ ლაიქს დაუწერს იმაზე Facebook თავის სტატუსზე და გულის ჯირი იკრას გულზე რომ აი რა მაგარი ტიპია და როგორ რაღაცა აზროვნებს უციგნური ხალხი არავინ არ არის და საქართველოს კაცი უციგნური არ არის და უჭკუო არ არის მაგრამ დღეს ჩვენ ქვეყანას ერთი უბედურება ჭირს ყველა ერიდება იმაზე საუბარს რა ჭირდება ქვეყანამ რომ ეშინიათ
გავიგეთ რომ ეს პრობლემა ის ცუდია, მაგრამ გამოსავალზე არავინ არ ლაპარაკობს, მეგობრებო, დააკვირდით ამ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებაში მაღალი რეიტინგით სარგებლობენ, რომ თქვა სიმართლე რა ჭირდება ამ ქვეყანას. ამიტომ მე ამ ხალხს პატივს არ ავცემ და არც არასდროს არ ვცემდი, მაგრამ ეხა ყველას პირში ხო ვერ ვეტყვი რაც არის. ყველა კარგად ხვდება რაზე და ვიზი არის საუბარი. ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ხალხი, რომლებიც კონიუნქტურას ერგებიან. არიან ხანიქით გადახტებიან, ხანაქით გადმოხტებიან. მე რაც მქონდა პოზიცია წლების განმავლობაში, იმ პოზიციას ვაჟღერებ ეხლაც. მყარად ვდგევარ აქ და სხვანაირად ალძალმიც. ეს არის ჩემი კრედო. იმიტომ რომ არაფერი არ შეცვლილა არც 25 წლის წინ და არც ეხლაც. როგორც მაშინ ჭირდებოდა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ჰაერივით, როგორც თევზს ჭირდება წყალი რომ იცოცხლოს და როგორც ჰაერი ჭირდება ადამიანს, ისე ჭირდება ჩვენ ქვეყანას რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. მაგრამ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს ხალხო. 1-2-ის გარდა. ის 1-2-იც კიდე იმიტომ ლაპარაკობს რომ უნდა ილაპარაკოს ესე რაღაც დავალდებულებულია. ჩვენ არც ვინმე რამეს გვაფინანსებს ეს რომ ვილაპარაკოთ. არც რუბლებს ვიღებთ რუსეთიდან, არც დოლარებს, არც ლარებს. იმამ ჩვენ ვლაპარაკობთ ამას და გვალაპარაკებს ყოველივე ეს სამშობლო სიყვარული რომ ქვეყანას ეს ჭირდება. თუ თურქეთის ჯარი მოგადგა შედალოცვილო, შენ დაიცავ შენ ქვეყანას მარტო თავის და თუ ამას იძახი თქვი, მაშინ რა უნდა გააკეთოს ქვეყანა თურქეთის ჯარი თუ მოგადგა. ერეკლე მეფემ იმიტომ აღკვეთა ლეკების თარეში და იმიტომ დაიცვა ეს ქვეყანა განადგურებისგან რომ გეორგიევსკის ტრაქტატი დადო და შენ ხარ უნამუსო და შენ ხარ ნაძირალა როდესაც არ იძახი სიმართლეს და შეგიძლია ამის თქმა და ესეთი ნაძირლებით არის სავსე ეს ქვეყანა რომლებიც პაკაზუხობენ რომლებიც ლაპარაკობენ იმაზე როგორი კარგი ესე იგი ადამიანები არიან ქვეყანა უყვართ მაგრამ არ ეუნებიან საზოგადოებას სიმართლეს რაც ხდება ჩვენ გამოსავალი არა გვაქვს, აღარ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ამხელა ურჩხულს გაუნკლავდეთ იმით, რომ უთხრათ საზოგადოებას, რომ ხო ხედავთ ხალხო. მე ველი რომ ჩვენი ხელისუფლება ერთხელ იტყვის, რომ ჩვენ არავისკენ არ მივდივართ, ჩვენ ვართ ქართველები, მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს ურთიერთობა რუსებთან, ჩინელებთანაც, ევროპელებთანაც. მაგრამ ეხა ჩვენ იმის გამო რომ ამერიკელები და ეს ამერიკის აგენტები დაგწაბებენ ცის რომ ჩვენ რუსეთის აგენტები ვარ და ამის გამო რუსეთთან ურთიერთობა არ დავიწყოთ, ეს არის ნამდვილად დანაშაული. მოიცა თვითონ რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში თქვენ გონია რუსებთან დიალოგს არ დაიწყებენ. ერთი გაიხსენეთ სააკაშვილის ხელისუფლება. 2008 წლის შემდგომ გაიხსენეთ ვინმეს თუ გაუბედია რუსი ტურისტებისთვის ის რასაც დღეს უბედავენ. ვინმეს გაუბედია თუ არა რომ მაგალითად ესეთი განცხადებები ყოფილიყო, იმიტომ რომ სააკაშვილი ტყილა კი არის იქ ლარსე იმითი ვარდებით ხელში, როცა რუსი ტურისტები მოდიოდნენ. იმიტომ რომ ქვეყანას ჭირდებოდა შემოსავალი, ქვეყანას ჭირდებოდა სავაჭრო ურთიერთობა. ომი ახალი დამთავრებული იყო და ეს ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე გაუშვა და წერილის გაატანა და წერილის გააგზავნა რომ მოდი ახალი ფურცლიდან დავიწყოთო და კონცერტებს ჩავატარებთო ჩვენი ჯგუფებიო კრემშიო. ეხა თქვენ წარმოგიდგენიათ ამ ხელისუფლებამ რომ ვინმე რო გაუშვათ იქ კრემში მაგალითად რომ კონცერტები ჩაატაროს ხო იმ ჯოჯოხეთს მოუწყობენ. ვერ გავიგეთ თუ სააკაშვილი აკეთებდა იმას რასაც აკეთებდა რუსებთან ჩვენ რატო არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ უნდა ვიყოთ ესე იგი მძევლები ამ ნაძირლების მაინტერესებს. თუ ამერიკა გებძვის შედალოცვილო თურქეთი თუ გებძვის ევროპა თუ გებძვის შენ მარტო როგორ დაიცავ თავს ამხელა მონსტრებისგან მაინტერესებს ლუკაშენკოს რომ არ ქონოდა რუსეთის მხარდაჭერის იმედი დღეს მისი ბუნდღაც არ იქნებოდა და დღეს ჩამოკიდებული იქნებოდა რომ არ ქონოდა მხარდაჭერის იმედი ყაზახეთის პრეზიდენტს დღეს არც იქნებოდა ხელისუფლებაში იგივე ერდოღანი ვინ გადაარჩინა თქო არ დაგავიწყდა თქვენ ვინ გადაარჩინა ერდოღანი პუტინმა პირადად დაურეკა რომ ეხლა მოვლენ შენს ასაყვანად და გასანადგურებლად და დატოვე ის სადაც ხარ ის ადგილი და იმ წუთასვე დატოვა თორე იქვე დახრეტდნენ მას მაგრამ დავინახეთ რითი გადაუხადა თურქეთმა რუსეთის პრეზიდენტ სამაგიერო სირიაში ლახვარი ჩასცა მაგრამ რუსეთი ამას არ დაივიწყებს და ამაზე პასუხი მას ექნება როდესაც დადგება ამის მომენტი ნუ გონია თქვენ რომ ეს რაც მოხდა სირიაში ეს იქნება გატარებული ამიტომ მე ერთი რამე მინდა გითხრათ დღეს უნამუსო და ნაძირალა ყვილა ის ექსპერტი თუ პოლიტიკოსი ვინც ლაპარაკობს და არ ასვამს დიაგნოზს
და გინა პოლიტიკოსებზე არ მაქვს საუბარი რა. ესე ხფოს აღტკინებით კიდე ტაშრო უკრათ ვიღაცებს აი ამ პათოსის განცხადებებზე. მაშინ ისიც უნდა მოთხოვოთ ამათ, რომ ლაპარაკობ რაღაცას უნდა თქვა დიაგნოზი. ექიმთან რომ მიხვალ, ექიმთან ჩვენ რატომ მივდივართ? Სუდათ რო ვართ ისედაც ვიცით, ხო? ექიმისგან გვაინტერესებს ჩვენ დიაგნოზი და როგორ ვიმკურნალოთ, რომ გადავრჩეთ. და დღეს თავარი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. გასაგებია, რაც გჭირს, ყველა კარგად ხდება ამას. მაგრამ საითკენ უნდა წავიდეთ, რა უნდა გავაკეთოთ? ეს არის მთავარი. თორე დიაგნოზი ისედაც ვიცით, რა დღეშიც არის ეს ქვეყანა. და დიაგნოზი და სამკურნალო რაღაცა რაც არის, ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობა. სხვა გზა არ არსებობს. აი როგორც წამალს რო იღებ და წამალი ვიცით რომ წარეა. იგივე მაგალითად, როდესაც ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია არ არის საამური და ტკბილი. არის ჯერ სიმწარე და მერე არის შვება და მერე არის გამოჯამთელება. დღეს რა თქმა უნდა, როდესაც შენ რუსეთთან ურთიერთობებს დაიწყებ, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა. დაგიწყებენ ლანძღვას, დაგიტებენ თათხვას, არ იქნება არ შვება, მაგრამ როდესაც შენ დაალაგებ, მე იმ ოპონენტებსაც გააჩუმებ და ჩაჩრი პირში იმას, რა ქვია, რაც საჭიროა. და ეტყვი, რომ აი სწორედ იმიტომ გადავდგი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. და არა ის, რომ ეხლა ვერ გავაკეთოთ ჩვენ და ვერ გადავდგათ ნაბიჯი მამანთა აი ამ დარტყმების გამო. არ არის მეგობრებო ეს ესე. ჩვენ ამ ქვეყანას ვერავინ ვერ გადაიტანს ამ რუსეთს. აი მოვიდნენ, თქვათ ეს ნაძირლები ღმერთმა დაგვიფაროს ხელისუფლება. რას იზამენ მე? რას იზამენ ამ რუსეთს გადაიტანენ სადმე? და გადახედეთ რეგიონს ვისთან უნდა და მე მაინტერესებს აი ტვინაღძობი ადამიანების საყურადღებოდ ვინა თქვა ეხა რუსთავზე რომ ყრიან. აი მაინტერესებს ეხა თურქეთი რომ შემოვიდეს აჭარაში და გურიაში. მერეც იყვირებთ რუსეთლო და რაღაცა და ის შეურაცხყოფელ იმებს იყვირებთ. მერე ვინ დაგიცავთ თქვენ შარვალ-ჩახტილებო, თქვენ ნაძირლებო თქვენ. მე მაინტერესებს ერთი რა ვერ გავიგე არ შემოსულა საქართველოში თურქეთი არ წაუღია ტერიტორიები ეს ტაოკლარჯეთი ჩვენი არ ყოფილა თუ რა თუ სირია ეგ არ წაიღო თუ რატო ვერ გაუჭირდება ამის გაკეთება თუ ერდოღანი ლექსებს არ კითხულობს მესხეთზე თუ დავითოღლუ არ ლაპარაკობს რომ ეკონომიკურად უნდა დავიპყროთო ჩვენო საქართველო თუ არ არის ის რუკა რომელიც ეხლა გამოსახულია იქ საქართველო შეტანილი თურქეთის დიდი ოსმალეთის იმპერიის იმაში მაინტერესებს აი თქვენ ნაძირლებო თქვენა აი ხვალ რო შემოვიდეს თურქეთი თქვენი აი ამ არასახელმწიფოებრივი ქმედებების გამო აი მერეც იყვირებთ რუსეთის საწინა დღეს თუ საქართველოს საზღვრები შავი ზღვის პირეთში არის ურყევი და დღეს თუ აჭარა გურია და თუკი ჯავახეთიც არის კიდე საქართველოს შემადგენლობაში ეს არის რუსეთის დამსახურება რომ რუსეთი აპყოლებს თურქეთს თქვენ რა გონიათ ერთი რო თვალი ჩაუკრას პუტინმა იმ წუთასო შემოვა თურქეთის ჯარი და ვიღაცა დებილს თუ გონია აუ ეხა ის დრო არ არის კაცო და ეხა ის სად არის რომ ეხლა ეგრე ვიღაცამ მოიცა ერთი წამი ეხა სირია როგორ გაიჭრა იმასე რა ქვია რაღაცა ტორტის რაჭერივით მაინტერესებს უკრაინაში რა ხდება ვერ ხედავთ ვერ გავიგე რას ნიშნავს რომელი საუკუნეა და რა როდის რო დიდ რა ისა რა ქვია ძალა აღმარცხმა ხნავს ნათქვამია ვისაც უნდა რასაც უნდა იმას გააკეთებს რა ეხა მაინტერესებს დიდი ვიღაცამ დაგმოს ეს ყველაფერი გამოხტნენ დასავლეთიდან და დაგმონ ეს რატო გააკეთა თურქეთმა მაინტერესებს თქვენ ნაძირლებო თქვენა ერთადერთი ქვეყანა რომელიც არის დღეს საქართველოს შემადგენლობაში აჭარის გურიისა და ჯავახეთის გარანტი ეს არის რუსეთი და რო აგინებთ ვის აგინებთ ესე იგი თქვენ ხელს უწყობთ იმას რომ საქართველოს ტერიტორიები კიდევ უფრო შემცირდეს ეხა ვიღაცა გამოხტება აი აფხაზეთი და სამაჩაბლო აფხაზეთი და სამაჩაბლოს საკითხი სწორედ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით უნდა გადაწყდეს. მე არ ვიცი ასეთი დებილი თაობის ნაწილი მე არ ვიძახი ყველას ვერ მივაყენებ სადმე როდესმე თუ ყოლი ამ ქვეყანას. და ამ მოღალატეებს უნდა გაეცეს კიდე ერთხელ და სამუდამოდ პასუხი. მე ვფიქრობ რომ პრეზიდენტად ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდგომ საქართველოში აუცილებლად უნდა კაცრი ზომები უნდა გატარდეს. არ შეიძლება ეხლა ერი დაამშიეს უამრავი სასტუმრო, უამრავი რესტორანი არის სარიელი. იქ უამრავი ადამიანი იყო დასაქმებული. დღეს ახალ წელს შეხვდება
ათასობით ადამიანი მშიერი, აი ამ ნაძირლების გამო. თვითონ მილიონობით, მილიარდობით დოლარი ერიცხებათ ანგარიშებზე დასავლეთიდან. ის ფული, რომელიც ადრე ვითომ საქართველოს ხმარდებოდა, მაგრამ არც მაშინ ხმარდებოდა ჩვენ ქვეყანას, ისევ მაგათ პროგრამებზე მიდიოდა. ეხლა მაინტერესებს, რაც ეხლა ქვეყანაში ხდება. ეს არ არის მათი დამსახურება, რომ გამოვიდნენ იქ ბიზნესმენები მთავრობის ადმინისტრაციაში, როდესაც შეხვედრა იყო და ლაპარაკობდნენ, აი ჩვენ კრიზისი გვაქვს და ჩვენ ეს პრობლემები გვაქვს. მერე ვის გამოა ეს პრობლემები? მაინტერესებს, ვის შექმნა ეს პრობლემები? როდესაც ქვეყანაში მილიონობით ადამიანი უნდა შემოსულიყო, სარეკორდო მაჩვენებელი იყო დაბრონილი იმის ნომრებისა, ტურისტებისა. როდესაც ჯავშნები იყო, დაჯავშნული იყო ყველა სასტუმრო. აი ამ დროს ამ მოღალატეებმა მარშიროვკები დაიწყეს იქ რუსთაველზე. ვის რა ჯანდა, ვის უტარებ თქვენ მარშ საქართველოს მოღალატეებო. დღეს ვინც რუსთაველზე დგას უკლებლე ყველა საქართველოს მოღალატე არის. ვინც კიდე ვერ გაიგო რასთან აქვს საქმე, ეს კიდე იდიოტიზმია. და მე ვის გაუგია? მე მაინტერესებს, ხშირად ლაპარაკობენ, რომ აი ახალგაზრდებს როგორ უნდა ცემო. ახალგაზრდება დაამხეს 92 წელს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებმა. მერე ვიღაცა ლაპარაკობს, ხელოვანი როგორ უნდა დაიჭიროს. ხელოვნებმა დაამხეს ზუსტად 1992 წელს ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება. ბუბა კიკაბიძე დიდუბის მეტროსთან ავტომატით ესროდა იმას, რა ქვია, მიტინგს. და კიდე ეს ლანა ღოღობერიძე იდგა იქა და კიდე ეს მთელი ინტელიგენცია ვინც იყო მაშინდელი ყველა ზურგს უმაგრებდა. მე არ ვიძახი რომ ეხლა გამსახურდია იყო ანგელოზი და რაღაცა ვისა მასაც შეცდომები ქონდა გასაგებია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მისი ჩამოგდება. მისი ჩამოგდების შემდგომ დაიკარგა აფხაზეთით და სამაჩაბლოს. არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალება. არ მოგწოს ხელისუფლება, მიდი და შეცვალე კანონიერი გზით. და დღესაც როგორც მაშინ აი ეს ახალგაზრდები, პირტიტველა ახალგაზრდები, რომლებიც იყვნენ შეცდედილები და ტყვიამქვევებს უშვებდნენ მთავრობის სასახლეს და ის ინტელიგენციაც, რომელიც მაშინ მოქმედებდა ხელისუფლების წინააღმდეგ, იდენტური სიტუაცია. ერთადერთი არ აუღიათ ხელში იარაღი, მაგრამ ისებიდი საქმე რომ შეიძლება მაგიც გააკეთონ. დღეს პრეზიდენტი შეხვდა ვეტერანებს, უკვე მზადდება ნიადაგი. ვიღაცა ნაძირალა თავდგირიძემ გააკეთა განცხადება სამხედრო ექსპერტმა, რომ ჯარი ჩვენ მხარეზე არის. უკვე დაიწყო ჯარზე სპეკულირება, ჯარის მიმართ განცხადებების კეთება. 2-3 ტანკი რო დადგეს რუსთაველზე, იქ სიტუაცია უკვე მოირღვევა, მეგობრებო. იქ რუსთაველზე ის კი არ ყოფილა, რა ქვია, 50-60 ტანკი კი არ ყოფილა. იქ იყო რამდენიმე ტანკი იყო და ტყვიამქვევი იყო და ავტომატით ისროდნენ. იქ არ ყოფილა ის რომ ტანკების ის არ ყოფილა ბრძოლა იქ აქ-იქიდან. ამიტომ როდესაც ვლაპარაკობ ჩვენ იმაზე, რომ ესე იგი თურმე ახალგაზრდებს როგორ უნდა შევეხოთ, თუ ახალგაზრდა დანაშაულს ჩაიდეს, უნდა შევეხოთ. თუ ხელოვანი დანაშაულს ჩაიდეს, უნდა შევეხოთ, დიახ. და პასუხი რო არაგეს აი ამ ნაძირლებმა, ვინც მაშინ სახელმწიფო გადატრიალებმა მოაწყვეს, იმიტომ არის დღეს რო აი იგივე საკეთებენ. არავინ არ უნდა იქნას დანდობილი კანონის წინაშე. არავინ არ უნდა იქნას დანდობილი. დიდი იქნება თუ პატარა. და თქვენ ვერ ატყობთ რამხელა საფრთხის ქვეშ ვართ. აი ხო ხედავთ ხალხი ლაპარაკობს უკვე თურქეთის ჯარი მოგვა. დიახ, თურქეთის ჯარი კარგახანია მომდგარია საქართველოს. და გაიხედეთ გამოიხედეთ ვირა წაგვართვა კიდე უახლოეს პერიოდში საქართველოს ვირა წაართვა. დღეს რო ვიღაცები ლაპარაკობენ რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვცნობთო, ხვალ შეიძლება გამოვიდნენ და თქვა რა აქვთ ეხლა საქართველოს იყო საფრთხე ჩვენთვის და ამიტომ ავკვეთეთ. ალიევმა გააკეთა რამდენიმე მინიშნება. თქვენი მხრიდან ხდება ესკალაცია. თქვენი მხრიდან ხდება ჩვენთვის პრობლემების შექმნა. თქვენ დაიწყეთ ეხლა მოქმედებების გატარება, მაგრამ მატარებელი დაძრული არის უკვე. არავინ არ დაუშვებს იმას, რომ რაღაცა ვიღაცას პრობლემები შეექმნას. გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს. გამოსაშვების სისხლი უნდა გამოიშვას. თუ ვიღაცა არის დასაპატიმრებელი, თუ ვიღაცა არის მკაცრად მოსათხოვი პასუხი, უნდა მოეთხოვოს მას. დავით აღმაშენებელს ძალიან უნდა და ის რომ გაუსწორდა მოღალატეებს, სარებზე რომ გასვეს თამარის დროს ფეოდალები, ძალიან უნდა და ვიღაცების ლიკვიდაცია. კანონის წინაშე უნდა იყოს ყველა თანასწორი, მეგობრებო. ტყვიამქვევებს უნდა ესროლონ მანდამა ის პარლამენტს კაცო. ჩვენ ხედავთ აგენ უკრაინელები ბოდიალობენ და მთავრობის ახლა და ემზადებიან იმისთვის რომ აქ გაიხსნას მეორე ფრონტი.
ამიტომ ყველა მოღალატეს უნდა გაეცეს პასუხი. და ამას ვიძახი მე ამ სტუდიიდან და ამიტომაც ყავს მე ბევრი მაყურებელი და სამწუხაროდ აი ეს ახალგაზრდებიც რომლებიც შეცდენილი არიან ჩვენი შვილები არიან იცით რის იბრალია ეს ყველაფერი აგიტაცია არ მიდის მათ ყურამდე ის რაც უნდა მივიდეს ეს პირველი არხი მე ვერ გავიგე ან გათიშეთ ან საერთოდ რა აზრი აქვს გადართავ ყველა დღე ზის ეს ნაციონალები გათიშეთ ეს პირველი არხი რა აზრი აქვს ამ არხის ყოლა საერთოდ და რამდენი ხანია ვლაპარაკობ იმის შესახებ რომ პირველ არხზე საჭიროა რეფორმები უზარმაზარი შენობა რო ააშენეს იქა იმ ჯიქიაზე პოლიტიკოვსკაიას ქუჩაზე აი რისთვის ააშენეს ამ ურეიტინგო აი ამ ცვედანი ხელმძღვანელობის ხელში რომელიც ლაპარაკობს იმაზე რომ ვაიმე ჩვენ რა გვქონდათ ბორდი განაგებსო ისა ბორდი კი არ განაგებს პირველ არხს ბორდელი განაგებს პირველ არხში შექმნილი ნაციონალების ბორდელი და ესე იგი სტუდიაში ვერ მოუწევიათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები გამოვიდა იმ დღეს ის ცინცაძე ქალბატონი ცინცაძე წამყვანი და აიო ჩვენო სია მოგცესო და ამ სიაში არ არის ხალხიო ესე იგი ტელევიზიაში გადაცემაში ადამიანებს ვერ იწვევენ გესმით ხალხო თქვენ იგივე სიტუაცია აჭარის არხზე ერთადერთი ახლა ვახო ხუზმიაშვილს ვერ დააბრალებ კაცი მართლა მიყავს როგორც საჭიროა ეს გადაცემა მაგრამ ერთი გადაცემა შველის ტელევიზიას კაცო 22 საათი რო ნაცები იждებიან და 1 საათი რო იქნება რაღაცა გადაცემა ეგ ვერ შეცვლის იმას იქ განსხვავება ეს რა ქვია იმედი კიდე ბოდიში და მარტო არის 5-6 კაცის გარდა თან ხელისუფლების წარმომადგენელი ბიჭო ხალხს უნდა დაანახოთ რომ ხვებიც გიჭერენ მხარს პარლამენტის წევრები რო გამოყავთ ამ იმედის გადაცემაში საღამოს სხვა ხალხი რატო არ გამოყავთ 5-6 კაცის გარდა რომელსაც ჩუსტები და ხალათიც აქვთ იქა რომელნე ჩაიცვევენ გადაივლებენ შხაპს შევლენ ესე იგი იმითი კლუბური სისტემა არის მაინტერესებს სხვებს რატო არ უხსნით ეთერს ესე იგი ეს რუსთავიორი ტანცი მანცი და შმანცი და პრაიმ ხაუსი არის ეს არის გასართობი ეს არხი პირველი არხი ოფიციალურად არის ნაცების არხი ეს მაესტრო საერთოდ ვის დაკარგვია და საერთოდ რა არის ეს გაურკვეველი ტიპის წარმონაქმნია ესეც სახელისუფლებო არხად ითვლება მაგრამ ვაი ამ სახელისუფლებო არხს იმედზე როგორც გითხარით არავის არ აჭაჭანებენ საზოგადოების წარმომადგენლებს იქ არის რაღაცა ვინ განაგებს ამას არ ვიცი და რაღაცა სხვანაირად ხდება იქ ყველაფერი და ვარ მიდის საზოგადოებამდე მართალი ხმა ამაშია საქმე ჩვენი ტელევიზია და რაღაცა ის სოციალური ქსელებში არის ჩართული რაღაცა გადაცემები და ის იმათ იმაშვება ხალხი უყურებს პირველი არხი არ ემსახურება ქვეყანას რუსთავიორი არ ემსახურება არც აჭარის არხი ემსახურება იმედში არის ჩაკეტილი სისტემა 5-6 კაცის გარდა ხმას ვერ გაიგებ თქვენ რატო არ ანახებთ საზოგადოებას რომ ხალხი გიჭერთ ხარს საზოგადოება გიჭერთ ხარს რატო არ ანახებთ მე ვერ ხვდები აი ჩემთვის გაუგებარია ეს აი მე რო ვარ წალენჯიხაში რომ ზივარ და უყურებ ამ იმას რა ქვია ტელევიზორს კაცო გადავრთავ ამ ნაცარხებზე დიდიან დედაბუდიანა ესე იგი ყველა ზის ყველა ჭკუას გვიკითხავს ყველა ესე იგი ნოტაციებს გვიკითხავს ჩვენ და ამ დროს აქით მარტო არის 5-6 პარლამენტარი გამოდის აი ამ სამთავრობო არხებზე და დანარჩენი აქ არაფერი არ არის ხალხო გაგიგიათ ეგეთი რაღაცა არა გაგიგიათ ესეთი რამე მე არ ვიცი აი ხო უნდა დაანახოთ საზოგადოებას რომ თქვენ გიჭერთ ხარს მხატვრები თქვენ გიჭერთ მუსიკოსები თქვენ გიჭერთ აი ხა იმ დღეს გამოვიდა ეხა თათარაშვილი თემურ თათარაშვილი ვინმეს მოსწონ არ მოსწონს არ ვიცი მაგრამ ამ კაცს რომ მუსიკალური რა ვიცი მე ამდენი ხმა არავის არ აქვს და ძალიან მაგარი მომღერალი და გამოვიდა თქვა და მე ახალწესო კონცერტები არ მაქვს ვერ გავიგე სტეფანეს და ამ ნაცეხროვას რომ უნიშნავთ ამ კონცერტებს და მე უარსამობე თქვენი მომხრე ადამიანსაც რომ არაძლევს საშუალებას გამოვიდეს და იმღეროს რომელიც ვალებში ხჭობა როგორც მე ვიცი ეს ნორმალურია ხალხო მაინტერესებს აი იმ დღეს გამოვიდა სხვათა შორის გამოეპარათ როგორც ჩანს არ ელოდნენ იმიტომ რომ იქ განსხვავებულას ვერ მოისმენ ამ რა ქვია ტევე პირველზე გამოვიდა მაია ბარათაშვილი მე ამ ქალბატონს ადრეს პატივს ვცემდი სხვათა შორის და ეხლა ორმაგად პატივს ავცემ აი ამ ქალბატონს გამოვიდა და თქვა ის რაც უნდა თქვას თითეულმა იმ მომღერალმა რომელიც ვითომ ხელისუფლებას უჭერს და ჩირქვებშია დამალული და ელოდება სიტუაციის განვითარებას საით გადახტება აი მაია ბარათაშვილმა თუ თქვა ის რაც უნდა თქვას თითეულმა თქვენთაგანმა თქვენ რა გჭირთ თქვენ ალოცვილებო
ქათმის ბარკაც რო ვერ გაგაგდებინებთ ბიძინა ივანიშვილის მიერ მოწყობილ სუფრაზე და ჩავხშვალინო ხართ იმ ღვინოში რომელსაც ხეთქავენ და ქართულ ბანკის ის რო გიჭირავთ რა ქვია პლასტიკური ბარათი ყმილებით 5-6 და რო ელოდებით რამდენი ფული ჩაგერიცხებათ იქა და ვინმე რო ნაკლები ჩაგირისხოთ იმაზე ნაკლები გვახსოვს მე ერთხელ გიორგი შეგელაიამ თქვა ჩემ ძმასო მეტი ფულს ურიცხავსო ბიძინა ივანიშვილი და მეო რატომ ირიცხავსო და ამის გამო ძმასაც დაარტყა და ბიძინა ივანიშვილს აი ესე ხარ თქვენ მოწადე რატო ერთხელ არ გამოხვალდა არ იტყვით იმას რაც აი ეგენ მაია ბარათაშვილმა თქვა ადამიანებო ჰოსტებო მე არ გავფესულ ვარ არც ახალწლო კონცერტი გამიუქმებია იმიტომ რომ კონტრაქტუალური ვარდებულებები მაქვს და ამისთვის მე ბოდიშს ვერ მოვიხდი ბიგ ბენდთანაც კონცერტი მაქვს ახლა კვირას მე ვთვლი ესე რომ ხელოვნების მთავარი მისია არის შეკავშირება ადამიანების ხელოვნების მთავარი მისია არის ხიდების გადება ადამიანებს შორის და მე მაგალითი მინდა მოვიყვანო მე 20 საუკუნის გარეჟრაჟზე როდესაც ჯაზი როგორც უნიკალური არტ-ფორმა ისახებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მწვავედ იდგა რასობრივი დისკრიმინაციის თემა მოგეხსენებათ რომ ელა ფიჯერალდს არ უშვებდნენ კლუბში Billie Holiday's დისკრიმინაცია საშინელი და კიდევ მრავალი აფროამერიკელის როგორც ჩვენ დღეს ვამბობთ კორექტულად უფლებები ირღვეოდა და სწორედ მაშინ მე მოსმენილი მაქვს ინტერვიუები აფროამერიკელების მაშინ ჯაზი იყო მეინსტრიმი და სრულდებოდა ანდერგრაუნდში ანუ კლუბებში იქ საცეკვაოდ თავს იყრიდა როგორც თეთრკანიანი მოსახლეობა, ასევე აფროამერიკელები და თავად ისინი ამბობენ, რომ იქ არავის არ აინტერესებდა რასობრივი სეგრეგაციის საკითხები, რასობრივი დისკრიმინაცია იქ საერთოდ არ ხდებოდა. ამიტომ მე ვთვლი, რომ ხელოვნებას აქვს ძალიან დიდი მისია, რომ გაამთლიანოს, დააკავშიროს თუნდაც გატეხილი გულები, ადამიანები და შეაკავშიროს. ამიტომ მე მომხრე ვარ იმისი, რომ კონცერტები ჩატარდეს, რაც შეიძლება მეტი კონცერტები, აქ აღარ ვლაპარაკობ უკვე იმაზე, რომ ჩვენ დაუკავშირეთ ამ პროფესიას ჩვენი ცხოვრება და ეს არის ჩემი მე არ ვიცი სხვისი, მაგრამ მე არა მაქვს ბიზნესები, როგორც სიტყვიან ხოლმე, ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო, მაგრამ ამის გარდა მე ვიტყვი იმას, რომ ხელოვნება ძალიან მნიშვნელოვანია ორი დაპირისპირებული მხარის შერიგების საქმეში. აი ამას არ არსებობს ორი მხარე არ არსებობს, მაინც ორი მხარე არ არსებობს, ჩემო კარგო ადამიანები. ორი მხარე არ არსებობს ადამიანები, რომელსაც ჩვენ ეხლა ეს ავანტყოფი ნარკოტიკებზე შესმული ქათამაძე გამოხდა და გააპროტესტა ორი მხარე არ არსებობს. არა ბიჭო, ეხლა მარტო თქვენ ახერხებთ და თქვენ ხართ მარტო. აი მე ეხლა ამ ქალს დავნიშნავდი კულტურის მინისტრად. იმიტომ რომ ამ ქალს გამოცდილებაც აქვს, სახელმწიფოებრივად აზროვნებს და აი მართლა მიყვარდა და კიდევ უფრო შემაყვარა თავი აი მაია ბარათაშვილმა. აი თქვენ გაგიგიათ ეხლა მაია ბარათაშვილის ნახევარი სიმართლე ეთქვას იმ რომელიმე მომღერალს რომელიც აი იმაზე რა ქვია გამოდის და ხელისუფლებას ვითომ უჭერ მხარს. მე აი სახელისუფლებო კონცერტები რო იყო იქ რო იმართებოდნენ. აი თქვენ ხო ატყობდით რა რას ლაპარაკობდნენ? იმღერებდნენ ჩვენი გზა ევროპაშია, ჩვენ მივდივართ ევროპაში. მეც კი არ იცახდნენ, იმას კი არ იტყოდნენ რომ ჩვენ უჭერთ ხარს ქართულ ოცნებას. ჩვენ უჭერთ ხარს ხელისუფლებას. არა, ამას არ იტყოდნენ. იმიტომ რომ ეშინოდათ მე რომ რა აზრი აქვს? ეხლა ევროპისკენ მივდივართო, ის ნაცებიც იძახიან, შენც იძახი. შენ რატო გამოდიხარ იმ ხელისუფლების 51-ის კონცერტზე? ის ხო უნდა თქვა? ხო უნდა თქვა? და მე კიდე აგერ, როდესაც ეს ნინი ბადურაშვილი, ეს ლელა წურწუმიაზე დიდი ვერაგი ყოფილა ეს. მე არ მინდა ეხლა სიმართლე ვთქვა ამ ნინი ბადურაშვილთან დაკავშირებით. რა აკავშირებს მას მიხეილ სააკაშვილთან? ეს არის ძალიან სკანდალური თემა და არ მინდა შევეხო ეხლა მას. როგორ არ აქვს ხვენია შენ ნინი, შენაც სააკაშვილმა გაგიკეთა. მაგის შემდეგ აი რა ასეთი ნამუსგარეცხილი ოჯახი როგორ ახართ თქვენ? დედაბუდიანა თქვენ. როგორ ახართ ასეთი ამ იმედმა დაგაყარათ პროექტები. იმედის ბადრი პატარკაციშვილი შემდგომში აი ამ ხელმძღვანელობის. ესე იგი ეხლა აღმოაჩინეთ რომ იმედში არ უნდა იყოთ როცა ხელისუფლებას გაუჭირდა. თქვენ ვიყოფილხართ, თქვენ აძირლებო თქვენა მაინტერესებს. თქვენ მაია ბარათაშვილს კაპი კი არ აუღია, არც იმედის პროექტებში არ ყოფილა, არც წამყვანად. აი ეს არის ქალი, აი ეს არის ადამიანი, გესმით? ქალი გამოვიდა თქვა რა,
რომ შენ რომ მომღერალი ხარ, შენ რომ მსახიობი ხარ, უნდა იყო ყველასთვის ის მსახიობი. მე რომ მივდივარ და უსმენ, არ მაინტერესებს ის ვისი მომხრეა, მინდა სიამოვნება მივიღო. მე რა ფსეფაშვილს უდიდეს პატივს ავცემ ეხლაც, მაგრამ მე მზარავს მისი ის რა ქვია ქმედებები, როდესაც სააკაშვილის აქციებზე ვხედავ ამ ადამიანს. მე რატო გაყიდე ასე ხალხის სიყვარული აი ნაცხროვის იმაზე დოლარებზე რატო გაყიდე? და ეს ნინი ბადურაშვილი მთელი ცხოვრება რომ იმედზე ეგდე შენ აძირალა შენა. აი ასე უნდა მოგმართო შენ, სხვანაირად შენ არ იმსახურებ. შენ ხარ კიდე ჩვარი. და შენნაირია ეს ბოდიში და იმედზე მყოფი ხალხი არიან ჩორები, ტრიაპკა. აი ფეხს რომ გაითელავს ვიღაცა, სააკაშვილი რომ გაიწმინდავს ფეხს და რომ შევა, აი სახარ შენ. არ შეგეძლო მაია ბარათაშვილივით გამოსულიყავი და გეთქვა რომ მე კაი არ უჭერ ამ ხელისუფლებას არ ხო არ ვთქვი ახლა მაია ბარათაშვილს ის რომ მე ხელისუფლებას უჭერ მხარსო თქვა აქსად მე რომ მე ქართულ თქვა რომ მე ვარ აპოლიტიკური მე უნდა ვიმღერო ჩემი პროფე შენ არ შეგეძლო გეთქვა და კიდე სხვებს ახლა ნინი ბადურაშვილს რას გადავეკიდე სხვებზეც მაქვს ეს საუბარი აი თითეული მომღერალი აი ერთ-ერთი პატივს ავცემ კიდე ამ ნუცა ბუზალაძეს რომელიც გამოდის და აკეთებს იმას რაც გასაკეთებ. არ შეგიძლიათ ეს მაინცა თქვათ? არ შეგიძლიათ იმ პროფესორებს, რომლებსაც ბოდიში და მე არ ვიცი რა დანიშნულება გაქვთ, ქვეყანა ინგრევა, საქართველოს შეიძლება ხვალ შეწყვიტოს არსებობა. ასეთ კრიტიკულ მომენტში ერთი ენა მაინც გამოყავით, რომ დაგვანაყოთ რაღაცა თქვით. არც ფული მიმიღია ამ ხელისუფლებისგან, არც პრივილეგიები, პირიქით გულდაწყვეტის და შეურაცხყოფის და არ ვიცი მე, ძალიან ბევრი აი იმედგაცრუება მივიღე. და აგერ გორიდან მაუწყებლობ თქვენებიდან განსხვავებით იმაში, რა ქვია, იმედის მრავალმილიონიან სტუდიაში ნამდვილად არ ვზივარ. მაგრამ ვაკეთებ ამას და ვამბობ, იმიტომ რომ მე ქვეყანა მიყვარს. მე აქ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ, რომ მხარს უჭერ ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას, იმიტომ რომ ქვეყანა სჭირდება ეს. და ზოგიერთი ნაძირალა გამოხდა და დაიწყო დღეს საუბარი იმის შესახებ, რომ აი, ეხლა ხელისუფლების ბრალია, მაგრამ მე მინდა რომ აი წარმოგიდგინოთ ხელისუფლებაში მყოფი ის ადამიანებიც რომლებიც არ არიან ასე თუ ისე ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი, მაგრამ არიან დიდი პატრიოტები საკუთარი ქვეყნისა. მე მინდა ახლა წარმოგიდგინოთ ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელე, რომელმაც აი გამოვიდა, შემთხვევით ამომივარდა ეს მისი განცხადება, არ მქონდა მონასმენი. აი მოусმინეთ ამ ადამიანს. მე ამ კაცს ვაკვირდები დიდი ხანია იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, სპორტის მინისტრის მოადგილე იყო და დღეს არის ასევე საპასუხისმგებლო პოსტი გააჩნია ამ კაცს. მოусმინეთ ამ ადამიანს და ესეთი უნდა იყოს სახელმწიფო მოხელე, რომელიც ლაპარაკობს გარკვევით და გასაგებად ხალხისათვის და არა ზოგიერთებივით რომ გამოვლენ და რომ ვერ გაიგებ რა უნდა საერთოდ. მოусმინეთ ამ კაცს და ესეთი მოხელები სახელმწიფო მოხელეები უნდა ყავდეს საქართველოს. არც ვიცნობ, ეხლა პირადად ისე ახლოს ამ ადამიანს და არც ბიძაშვილი, არც მამიდაშვილია. უბრალოდ მომწონს ამ კაცი მიხარია, რომ აი ესეთი მოხელეები ყავს სახელმწიფო მოხელეები ჩვენ. კულინარია ის აუცილებლად კულტურული პროდუქტებია. და სხვა შეუძლებელია მხოლოდ თვითონ განვითარდეს კულტურის სხვა მიმართულებების განვითარების გარეშე და ამას ის მაგალითი დაადასტურებს, რომ მაგალითად განსაკუთრებული კულინარია მსოფლიოში სწორედ იმ ქვეყნებს აქვს, რომელთაც დიდი ისტორია და დიდი კულტურა აქვს. მაგალითად ჩინეთს, ინდოეთს, იტალიას, საფრანგეთს. მათი დიდი ისტორიისა და კულტურის ნაყოფია და ჩვენ საქართველოს, ქართველებს, რა თქმა უნდა, ჩვენი კულტურის განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა კულინარიაც, სწორედ მარტო ხო არ განვითარდებოდა. ჩვენი კულტურა მსოფლიოში არ ყოფილა ეპოქა, სადაც ქართულ კულტურას, ქართულ გენს არ უთამაშია თავისი წვლილი. დაწყებული ანტიკური ეპოსიდან. გინდათ მითოლოგია აიღეთ, გინდათ პოლიტიკა, გინდათ ლიტერატურა. მედიას გარეშე არ არსებობს ანტიკური მითოლოგია, არ არსებობს ანტიკური ლიტერატურა და კოლხეთის გარეშე არ არსებობს მაშინდელი მსოფლიოს პოლიტიკა. იქიდან მოყოლებული ჩვენ ყოველთვის ჩვენი წვლილი ქონდა. შეუძლებელია წარმოიდგინოთ მსოფლიო რომის იმპერია და რომში აღმართული ფარსმანის, ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება. სპარსეთში თუ ოსმალეთში აღზევებული ქართველები, ეგვიპტის მთავრები და ასე შემდეგ. ეს ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია და ამ კულტურასთან ერთად ვითარდებოდა, რა თქმა უნდა, კულინარია. მოქონდა რაღაცები და გავცემდით საქართველოს. შეუძლებელია განვითარებულიყო დამოუკიდებლად და ასეთი კარგი ყოფილიყო. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით ზღვარი, რამდენი შეგვეძლო აგვეღო და რამდენი გაგვეც საზღვრებისთვის. ამიტომ ყოველთვის თანამედროვენი ვიყავით და ხანდახან წყინს ხოლმე ბოლო პერიოდში ხშირად გავიგონე, რომ ახალგაზრდები ამბობენ, რომ ჩვენ კავკასიელები ვართ. კავკასიაში ცხოვრობენ ძირძველი კავკასიელები, არაჩვეულებრივი ხალხი, მათ შორის ჩვენი ნათესავები, თუმცა ჩვენ ქართველებს
საკუთარი თავის წარმოსაჩენად არავისთან დაჯგუფება არ გვჭირდება. მე ვარ ქართველი. და ეს ნიშნავს იმაზე მეც, ვიდრე შეიძლება ნებისმიერმა სხვა ადამიანმა მსოფლიოში გაიგოს. არ გვჭირდება არავისთან დაჯგუფება. რა თქმა უნდა, კავკასიელები ვართ, რა თქმა უნდა, ევროპელები ვართ, მაგრამ იმისთვის რომ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ დიდი კულტურა გვაქვს, დიდი ლიტერატურა გვაქვს, დიდი ფოლკლორი გვაქვს, დიდი ისტორია გვაქვს, ამისთვის საკმარისია რომ მე ვარ ქართველი და წერტილი. და წერტილი? მე ბატონო. და სხვათა შორის ჩვენ ერთადერთი ერი ვართ ბოდიში მარიკა მთელ მსოფლიოში, რომლებიც ერთმანეთს ვესალმებით გამარჯვებით. გამარჯვებას უსურვებთ ერთმანეთს. ასეთი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. იმიტომ რომ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილი იყო. სულ ომში მიდიოდა ქართველი კაცი და ქალი შეხვდებოდა, ბავშვი შეხვდებოდა თუ სხვა ნებისმიერი ვინმე გამარჯვებას უსურვებდა. ასეთი ხალხი ვართ ჩვენ, რომ გამარჯვებას უსურვებთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ამბიციური ხალხი ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი წარსულია. მე როგორც ქართველი ვატარებ ჩემ წარსულს, აწმყოსაც და მომავალსაც. არც ცვლილებების მეშინია და არც სიახლეების. მაგრამ არის რაღაც რაც არ იცვლება. არ იცვლება ჩემი სამშობლო და რწმენა. იმიტომ კი არა რომ უბრალოდ მე ვარ ასეთი. მასე უკეთესი არ არსებობს. ხვებსაც მაგარი აქვს. მაგრამ მე რაც მაქვს, ამაზე უკეთესი არ აქვს. ამიტომაც მე ვარ ქართველი და წერტილი. აი, ეს უნდა თქვას თითოეულმა ქართველმა ჩინოვნიკმაც და თითოეულმა ქართველმა პოლიტიკოსმა პარლამენტში. ვაიმე ის არ დამაბრალონო დასავლეთის აგენტობაო, ბოდიში რუსეთის აგენტობა არ დამაბრალონო და მე ევროპისკენ მივდივარ, ჩვენ ნატოსკენ მივდივარ, მაშა სადამე ევროპენ. აგერ 36 წლის კაცია სოსო გიორგაძე ეს ბატონი. არის საკპატენტის თავმჯდომარე. და იშვიათია რომ ასეთ ადრეულ ასაკში კაცი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო. ეხა და კაცმა თქვა რომ არ გვინდა ჩვენ ვიღაცასთან ასოცირება. ევროპასთანაც გვაქვს ურთიერთობა, აზიასთანაც, მაგრამ მე ქართველი ვარ და არ მჭირდება არავითარი მაშა სადამე. ევროკავშირის დროშები იწვება მთელს ევროპაში და ეს ნაძირლები ევროკავშირის დროშას აფრიალებენ და ევროპისკენ მივდივართო. თვითონ ევროპა ცვლის კურსს, თვითონ ევროპაში ხდება მთავრობების შეცვლა, შოლცის მთავრობის შეცვლა, მაკრონის მთავრობის შეცვლა, იმიტომ რომ აი ამ ევროპულმა სტრუქტურებმა დააქციეს და დაანგრიეს ეს ქვეყნები და ეს უტვინოები მაინც ევროკავშირის დროშას და ევროკავშირს უფრო მაღლა აყენებენ ვიდრე საქართველოს და როგორ კაცო ევროკავშირმაო თუ ჩვენო უვიზო მიმოსვლა გაგვიუქმაო და თუ იმათმა გაგვებუტესო და თუ იმათმა დაგტუსესო ეგ როგორ შეიძლებაო მაშინ ჩვენ არ გვჭირდება ესეთი ხელისუფლებაო ესე იგი შენ რო გითხრას ევროკავშირმა რომ შენ უნდა გადააგდო ეს თავრობა უნდა გადააგდო ესე იგი გამოდის და ეს არის თავისუფლება და თქვენ ახარ თავისუფალი ხალხი რომ ესე იგი იმ დასავლეთის დაფინანსებით იქ ღერი და ცეკვავ და არ გაკლიათ არც ხაჭაპური არც ღვინო არც ჭამა არც სმა არც ნარკოტიკი არც ბოზობა არც ჩათლახობა ყველაფერი გააქვთ იქა აგერ კაცი გამოვიდა ვეთანხმები და ვისურვებდი რომ ასეთი ადამიანები იყვნენ პოლიტიკაში აი ვისურვებდი იმიტომ რომ გულს მე მალამოთ ედება როდესაც ახალგაზრდა კაცს ნახავ და იძახის იმას რომ არ გჭირდება ჩვენ პირიქით ყველას ჩვენი უნდა შურდეს ჩვენ ვართ უდიდესი ტრადიციების კულტურა რატო უნდა მივეტამასნო იმას რომელიც აქით არის ჩემთან ხედგას აგერ იმაში თელავში ერეკლე მეფის იმასთან რა ქვია რეზიდენციასთან და ერეკლე მეფის ზეგთან ხედგას იმდენი რამდენიც ამერიკის ისტორია არის ამერიკაზე უფრო ბოდიში და დიდი ხნის არის ის ხე რომელიც რგია თელავში რა გვჭირს ვერ გავიგე ჩვენ რომ ასე მუდამ ვიძახოთ ევროპელები ვართ ვერ გავიგე ქართველები გიტყლებათ რო თქვათ რომ მე ქართველი ვარ გიტყდებათ ესა ვინახათ რამ გაგზარდათ რა ძუძუწოვეთ ასეთი რა უბედურება ეხა ვიღაცამ აი ხშირად იტყვიან ხოლმე რომ აი ყოველთვის ხდება მამათა და შვილთა დაპირისპირება რომ ნუ ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად ვაფასებთ ჩვენ შვილების ქმედებებს იცით რაშია საქმე ჩემო მეგობრებო საქართველოში თუ ახალგაზრდობა ქუჩაში გამოდიოდა ის ახალგაზრდობა გამოდიოდა ქართული ენის დასაცავად რაღაცა დამოუკიდებლობისთვის და არ გამოდიოდა იმისათვის რომ ვიღაცის მონები უნდა ვიყოთო რა ეს ეხლა ხდება მარტო ქვეყანაში როდესაც საუბარი არის რომ მონები უნდა ვიყოთო გესმით თქვენ მონები უნდა ვიყოთო ამას გვეუბნებიან რა ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული მონებიო რა აი ამას გვიმტკიცებენ ესენი
სხვა არაფერს არ გვიმტკიცებენ, მეტი კი არაფერი არის მის იქ. ჩვენო რასაც გვეტყვის ევროპაო, ის უნდა გავაკეთოთო, თუ საჭირო არისო, ცალფეხზე უნდა ვიხტუნაოთო. და საქართველოს დროშას კი არ აფრიალებენ, ევროკავშირის დროშას აფრიალებენ იქ. და იმას ლაპარაკობენ, რას გვეტყვის ბორელი, რას გვეტყვის ბაიდენი, რას გვეტყვის ის ევროპარლამენტარი და არ ვიცი და ამ დროს თავზე ამტრევენ იქ ყველაფერს ამ ევროპარლამენტარებს და იმ ბორელებს და იმ ბაიდენებს და არ ვიცი მე გუშინ მაინტერესებს სლოვაკეთი არის ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. გუშინ ჩავიდა სლოვაკეთის ვიცე-პრეზიდენტი ჩავიდა ფიცო პუტინს შეხვდა და ქონდა მოლაპარაკებები გაზთან დაკავშირებით და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მაინტერესებს ეხლა სლოვაკეთი აქამდე უნგრეთი იყო ეს პუტინის აგენტი. ეხლა სლოვაკეთი არის, კიდე სხვა ქვეყნებიც არის. თქვენ ხართ უწიგნურები და უვიცები და არც გესმით და ჩვენ მაინც მოგვისმინეთ და ამ ხელისუფლება თუ იმედს ვერ აკონტროლებს, წესერა თუ პირველ რიგს არ ჩვენ მაინც შეგვიწყვეთ ხელი, ბოლო-ბოლო სილქდეძე მაინც ჩაგვთეთ რომ თქვენ სათქმეს ჩვენ ვიძახით, ხო? თქვენ რო ვერ აკონტროლებთ პირველ რიგს და აგერ აი ეს არხი მაინც გამოიყენეთ რომ საზოგადოებასთან სიმართლე ითქვას, მაგრამ ესეც რომ არ ვიცი ის რაბიშვილი რო დაყვებოდათ იმ შეხვედრებზე ის რაბიშვილი არ არის ის ზარალა დღეს რო უერთდება იმას რომ ხელახალ არჩევნების იმას აი ესეთი ხალხი ყავდა დაყენებული გარშემო და ამიტომაც ვიძახთით რომ არ შეიძლება ასეთი ხალხის გვერდში დაყენებაო და არ გესმოდა ჩვენ ეხა ჩვენ გადაცემაში სტუმარი გვეყოლება ძალიან გამიგზელდა მე შესავალი და მინდა რომ წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს განსაკუთრებით მისი განცხადებები აი ვირუსივით ვრცელდება მედიაში ანალიტიკოსი ექსპერტი ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილია ჩვენი გადაცემის სტუმარი მოგესალმებით ქალბატონო მაია მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ მადლობა მოწვევისთვის მართლაც ვრცელდება ჩვენი გადაცემის ფრაგმენტები მართლაც მეც მივაქცია ყურადღება მართლაც ძალიან ეთყობა ზუსტად ის თქვით რასაც საზოგადოება ელოდა და რაც უთქმელი იყო ეს არის მთავარი როდესაც საზოგადოების მაჯისცემა იგრძნობა როდესაც შენ იგივე ჰაერიც უთქავ რითიც საზოგადოება ეს არის ყველაზე მთავარი და ყველაზე საინტერესო ქალბატონო მაია ასევე ბევრმა ძალიან მე როგორც გავიგე ცოტა ისე იუკადრისა და რაღაცნაირად ვიღაცებს ქონდათ რეაქცია იმაზე თქვენ რო თქვით რომ აი ქართული ოცნების დაფასება არის ისო ქართული ოცნება მარიცის თავის მომხრეების დაფასებაო რაღაც კრიტიკული განცხადება ქონდათ ბევრს რაღაცა ცოტა გულზე მოხდა ეს ყველაფერი და იცით რა არის ეს უნდა ითქვას იმიტომ რომ ეხლაც როდესაც ბრძოლა მიდის საქართველოსა და აი ამ დასავლეთის აგენტურას შორის იგივე შეიძლება ითქვას კაცო რომ აი ახლა ვლაპარაკობთ აგერ რომ ჩვენ ვამბობთ სიმართლეს ხარს უჭერთ ხელისუფლებას არ შეგიძლიათ იმ ზარალა რო დაყვებათ იმ თავრობის შეხვედრებზე უთხრათ რომ აგერ ჩართე ტელეკომპანიას სეზონი ჩართე რატო თიშავ ამარხს ვერ გავიგე ეკუთვნის ჩართვა რატო თიშავს სხვა არხებს კიდე რომ იმ რუსულ არხებს რატო თიშავს ვერ გავიგე ვერ ხვდები რა დემოკრატია თუ არის ყველა არხი უნდა იყოს ხო ხო და აი ეს ეხა თქვენი განცხადებაც იყო ის რომ ფაქტობრივად ეს იყო მოყვარეს პირში უძრახის პრინციპით ნათქვა ხო და არ ყოფილა ჩასაფრე ჩვენც ეხა რო ვლაპარაკობთ იმას რომ აი რაც არის შენიშვნები იმიტომ ვლაპარაკობთ რომ ეს მოღალატეები არ შეიძლება აი ხა წარმოუდგინე მაყურებელს გიორგაძე აი სახელმწიფო ჩინოვნიკის საკპატენტის თავმჯდომარე როგორ კარგად გამოვიდა აი მესი ამოვნა თქვა კაცმა რომ არავითარი ევროპელობა და ის არ გვინამა ჩვენ უნდა ვიამაყოთ რომ ქართველები ვართ ყოველგვარი მაშასადამის გარეშე 36 წლის კაცი არის ახალგაზრდა ადამიანი გამოვიდა მაია ბარათაშვილი და თქვა რომ მე ჩავატარებ კონცერტს და არ უნდა იყოს მსახიობი მომღერალი რაღაცა მხარე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი თქვენ გაგიგიათ ასეთი რაღაცა რომელიღაცა იმ ხელისუფლებასთან დაახლოებული მომღერლისგანა შოუ-ბიზნესის წარმომადგენელისა რომელსაც ვერ გააგდებინებ მას ქათმის ბარკას სუფრაზე და იმას რა ქვია ჭიქაღვინოს იმიტომ რომ სადაც კი ჭიქა გაჭახუნდება ეგენი არიან იქა და იმითი რა ქვია მაგიდაზე დადგომით სვამენ ბიძინა ივანიშვილის ადგილზელოს და როცა გაუჭირდება ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას მაგიდის ქვეშ შეძვრებიან ხოლმე მაგიდაზე დგებიან და მაგიდაზე სვამენ სადღეგრძელოს როცა კარგად არის საქმე და რო გაუჭირდება ქვეყანას მაგიდის ქვეშ არიან შემძრალები. აი ეს არის მატერიალობა რა.
კონფორმისტი სხვანაირად არა ვერ გავიგე გამოძვერით იმაგიდიდან ბოლო ხელებს რო უკოცნით ბიძინა ივანიშვილს აი ახლა ჭირდება გამოხვიდეთ და თქვათ რომ აი ესეა საჭირო რაღაცა თქვი კაცი მე მაშინ ვიცი როდესაც გიჭირს მაშინ დაგიდგეს გვერდში თორე მე ბოდიში და შენი ხელების კოცნა და შენი ბოდიში და მაგიდაზე დამდგარი ჩემი სადღეძელოს თქვა კი ამჭირდება ეხლა სად არის ეს პროფესორები სად არის ინტელიგენციის წარმომადგენლები სად არის ეს ბოდიში მეცნიერებათა აკადემია რომელიც უამრავ ადამიანს პროფესორში თვლის ბიჭო განცხადება მაინც გააკეთეთ რომ რუსთაველზე მიმდინარე აქცია არის ანტისახელმწიფოებრივი ეს მაინც ხო შეგიძლიათ კაცო რა პატივს აქცევთ მაგრამ ქვეყანასაც პატივი ეცით თქვენ რა უბედურებაა ეს. როდესმე ხო უნდა თქვათ სიმართლე არა? არა მე ვერ გავიგე რა უბედურებაა ესა რა. და მე ეხლა მე რო აი ესე ქადაგებ ვიღაცა ეხლა ჩემ შენიშვნას ამოიღებს მიუტას ვიღაცა საჭიროა და აი ეს გებჯითო თქვენ რო იტყვიანება. გესმით თქვენ? მე აქიდან რო უჭერ ხელისუფლებას ხარ ეს 99% ეს გადავარდება ის 1% რო ვთქვი რომ აი ეს მოღალატები გაწვიდებენ და იტყვიან მე ხო ვიცი ამათი ტექნოლოგიები როგორიც არის და იმით და ეხლა თქვენ ხო უჭერთ ამ ხელისუფლებას ხარ მივლენ ამოჭრიან მაია ნიკოლაიშვილის ნათქვამს რომ აი მაია ნიკოლაიშვილი ხედავ შენ მაია ნიკოლაიშვილმა როგორ თქვა ის რომ ოცნება თავის ხალხს ასფასებს რომ ზურგში ლახვარი ჩაგცაო და იმას კი არ იტყვიან ის 99% რომ ქადაგებთ რომ აი ესე უნდა ხელისუფლება არა იმას იმიტომ რომ აი ეს უნდა გააკეთონ აი ეს არის ტექნოლოგია რა ბატონო ნიკოლას საქმე რაშია იცით ახლა რასაც თქვენ ბრძანებთ აბსოლუტურად გეთანხმებით მეცნიერები რომლებიც აი ხა იგივე მართლა მეცნიერებათა აკადემია ინსტიტუტები პროფესურა მე ერთი ვნახე პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი რომელმაც მართლა ღირსეულად კი არა მაგას უვაქებ მაგაც ეკაცი მართლა ნამდვილად ღირსეულად იცით ყველას როგორ გითხრათ არიან ადამიანები რომლებიც სამწუხარო კონფორმიზმი ეს ძალიან ცნობილი მოვლენა არიან ადამიანები რომლებიც მთლიანად აი ხო გენოით აბსოლუტურად დროს ერგებიან მათ ისე სჯერათ მათ ისე სწამთ მათ ისე ხედავენ ისინი ამ მე მაგალითად არ მიყვირს აი სამწუხაროდ არ მიყვირს ძალიან ცუდია მაგრამ სამწუხაროდ არ მიყვირს და მეორეც რაც თქვენ ბრძანეთ ჩვენ ნათქვამს კი გადაატრიალებენ ადამიანები ვისაც სიმართლის თქმა არ შეუძლია აი ისინი გადაატრიალებენ ვისაც გონია რომ მხოლოდ ტაში ხელებზე კოცნა ფეხებზე კოცნა ცალფეხზე დგომა რა მნიშვნელობა აქვს საიდან იქნება ადამიანი ცალფეხზე მდგომი ყველგან დგას ცალფეხზე უბრალოდ იმ კაცმა რო თქვა ის ევროკავშირს დაუდგება ცალფეხზე თორე აქედაც რამდენია რომელიც ზუსტად ესე დადგება ცალფეხზე არიან ესეთი ადამიანები ეხლა ეს სულ არ მიყვირს აბსოლუტურად მაგრამ რა არიცით იმის გაგება რომ თქვათ ნიკოლოზ მჟავანაძე მაია ნიკოლაიშვილი იტყვიან შენიშვნას და იტყვიან ხმამაღლა თუ იმას ეწყინება ეწყინოს უბრალოდ საქმე იმაშია რომ ჩვენ ამ ქვეყანას არ უღალატებთ და ეხლა არავის ერთგულებას ნამდვილად არ ვეფიცები ერთგულება როგორ გითხრათ რა ვერცერთ პარტიას მე ერთგულებას ვერ დაუფიცებ იმიტომ რომ არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილვარ ცხოვრებაში და ზოგადად პარტიულობა არ მხიბლავს. აქედან გამომდინარე მე პარტიის ლიდერებს და იმას ერთგულების ფიც არ დაუწყებ, მაგრამ მე ჩემ ქვეყანას არ უღალატებ. მე იმდენი ვიცი რომ ის არ თქვა, როდესაც ჩემ ქვეყანაში საფრთხეა შექმნილი. აი ზუსტად იქ სანამ ისინი მიხვდებიან რა ვთქვი და სანამ დაგვეწევიან რომ ეს ქვეყნისთვის ჯობია, არაუშავს იყვნენ ნაწყენები. გადის დრო და ისინი ხვდებიან რომ ჩვენივრად ვიცით ჩვენ რას ვამბობთ, როდის ვამბობთ, რისთვის ვამბობთ და საქართველოსთვის ვამბობთ. ესე რომ ნუ ახლა ადამიანებს თავისი ის აქვს თუ სადღაც მიაწინწილონ, იმიტომ რომ ვერ დაგეწიენ, ვერ მიხვდნენ რა თქვი და ვერ მიხვდნენ იმას რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასაგები. აი ხა მე რამე და დავბრუნდეთ ამ სიტუაციას რაც ხდება. აი თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, როდესაც აი ეს მოღალატეები დგანან აქ იმასთან რუსთაველზე და ფეხს არ იცვლიან. მილიონობით კი არა მილიარდობით ახლა მოდის ეს მილიონობით ეს რაც ვიცით ის არის იმიტომ რომ ეს სერიოზული დაფინანსება მოდის აი ეხლა გასაგები ეხლა ახალ წელს ცოტა ჩაცხრება რაღაცა ბუნებრივია რომ მაინც ეხლა ორჭიქას ქართველი აწევს საით მხარეს არ უნდა იყოს
რა უნდა მოიმოქმედოს? აი მე არ ვიცი, აი მე ხალხი დაამშიეს უკვე. ესე იგი უამრავი კაცი უნდა ჩამოსულიყო, სასტუმროების სავსე ყოფილიყო, რესტორნების სავსე უნდა ყოფილიყო. ყველაფერი არის ესე იგი მოკვდა ყველაფერი. და ამას მოყვება მე ლარის ვარდაც მოყვება ხა იმიტომ რომ თუ ფული არ შემოვიდა, თუ ტურისტი არ შემოვიდა. აი რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ? აი ესე უნდა უყუროთ ამას ქვეყანას რო ანგრევენ? რა არის თვითონ ნიკოლოს? აი აქ ცოტა ღრმა, აი საქმე იმაშია, რომ არ შეიძლება ის ადამიანი, რომელიც თავისით ვერ აკეთებს დასკვნას, ფიქრობდეს, მე მახსენდება 2003 წელი. აი გარემოვაჭრეები იყვნენ და რო გავივლიდი ხოლმე ათონელიდან, რო გავივლიდი კოლმეურნეობის ბაზარი იყო მაშინ და იჯდნენ, აი ხა გავარბივართ მიტინგზე. მე უსმინე ერთმა ადამიანმა ზუსტად იგივე თქვა და ზუსტად ბატონო მიშეშენტმა. ზუსტად იქ მიწევდა მეც გავლა. უცებ ადგებოდნენ და გარბოდნენ მიშას მიტინგზე. მეუბნეოდი ხალხო, მე რამენაირად ჩემი სპეციალობით კიდევ ვიმუშავებ და თქვენი კითხეთ რას აკეთებთ. მე უკვე აყრა რო დაუწყეს ამა და რაღაც საშინელ დღეში რო იყვნენ. რატო თავში არ მირტყიო ერთმა მითხრა. მუთხარი აბა როგორ უნდა გამეკეთებინა, როცა მე რამე მჭირდება, ის რაც მე არ ვიცი, თქვა სამოქალაქო სამართალი, ხო? მე მივდივარ იმასთან, ვისაც ესმის, ეს ჩემზე უკეთ მეთქი. არ შეიძლება რომ შენ გადამიწყვიტო, მე ბედი, ჩემი ბედი ხო გადაწყვიტე. შენიც ხო გადაწყვიტე მეთქი და მართლა ცოტა ხანში აღარც ერთი აღარ იჯდა. იმიტომ კი არა რომ უნდა მჯდარიყვნენ. იმიტომ რომ შეიძლება ცდებოდე დღეს ახლა უსმენ მომღერლებს. რამდენიმე მომღერალმა თქვა, რომ იცით რა, რომ გავიფიცეთ, ხო, მაგრამ ჩემ ვალებს ვინ გადაიხდის, ჟედელოცვილო მანამდე დაფიქრდი. რესტორატორები საუბრობდნენ, წავიკითხე ინტერვიუ, რომ ხელფასებსო ძლივს ვიხდითო. ეხლა და 30-ში როგორ გადავიხდით დღეგეს ამას ყველაფერს და ხელფასებს არ ვიციო. და გახარებული ამბობდნენ 7-იან რამდენო, არავინ არ იმღერებსო და ანუ გავჩერდებითო და კი ბატონო, მაგას თავი დაანებე. რესტორანში რომ მიდის ადამიანი და რო იცის რომ შეიძლება ის ჭინკებიდან ვინმე შემოვარდეს და დაიწყოს რუსო. ერიდება ის ადამიანი უკვე რესტორანში წასვლასაც. ამის ტვინი ხო უნდა კონდეთ და ძირითადად მათი არის ეს ბიზნესები. და თავის ბიზნეს, აი რუსები იტყვიან ხოლმე რომ გაისროლა თავის ფეხშიო, რა თავისივე ფეხშიო. ფეხში კი არა, მუცელში და გულში გაისროლეს. თავიანთ ბიზნესებს დაარტყეს თვითონ. გავიფიცეთო. გაფიცვას აზრი აქვს მაშინ და გაფიცვის არსი იყო მაშინ, როდესაც წარმოება არის ქვეყანაში. როდესაც ფოსტა არ რკინიგზა და ქარხნები იფიცებოდა, მაშინ ქონდა აზრი. მსახიობი თუ არ გამოვა სცენაზე, დაიქცა ხო ქვეყანა? არ დაიქცევა, ხო? და აქედან გამომდინარე ხო გეუბნებით, უბრალოდ ვერც გაიგეს გაფიცვა რა არის. ეხლა ვიფიცებით, კაი ხო იფიცები, სტუდენტი არ წავა ინსტიტუტში, დარჩება შტერი. მერე ვის გაიფიცე? ამას ხო უნდა ხდებოდა შენ თავს ავნებ თუ ვინმე საუნებ. მოგენოდი პროლეტარები რო იფიცებოდნენ, მაშინ აზრი ქონდა. რკინიგზა იყო, ქარხნები იყო და ამხელა წარმოება იყო და აი ამ გაფიცვებს ახლა მსახიობის გაფიცვას და რესტორნის გაფიცვას მითხარით რა აზრი აქვს? თავის თავს ურტყავენ და არა, ურტყავენ კი არა, ფულს იღებს კაცო. სულელი ხო არ არის ხა მომღერალი, მაგალითად ეხა ვერიკო ტურაშვილმა ერთი სიმღერა იმღერა, მაგით არის ცნობილი. მეტი რაღაც რაც მახსოვს, მისავ რაღაცა მატირეო თუ რაღაცა და მთელი ცხოვრება ტირის. ეს ხალი ვეღარ არ ვიცი, მე თუ რა ვიცი, ეგ სიმღერა, მე მგონი მაგი მატირეო თუ რა და ტირის იმის მერე ეს ხალი, ხო და უყურეთ, ეხა ესენი ფული მიიღეს. რა თუნ ეხა კონცერტზე გასვლა 3-ჯერ 4-ჯერ მეტი ფული მიიღეს ამაში. ყველამ არ მიიღო, საქმეც მაგაში. არა, ვინც გაიფიცა, მიიღო, ვინც გაიფიცა. აბა ყველას არ მიუღია. არა, ხა ტყილა ხო არ გაიფიცებოდნენ მაშინ. ნაწილმა მიიღო, მაგრამ ნაწილს არ მიუღია, იმიტომ რომ უკმაყოფილება უკვე არის და უკვე კრედიტებზე ფიქრობენ, რომ კრედიტებს ვინ გადაუხდის. ეთყობა ყველას არ შეხვდა ეს ფული, ალბათ იქაც მოტეხვა, მაგრამ აი რაც თქვენ ბრძანეთ, უკრაინაში მახსოვს იმაზე მეტი ფული შედიოდა, ვიდრე იმ ქვეყანას ჭირდებოდა. და ვიდრე წარმოუდგენელი იყო, იმ ხელა ფული ირეცხებოდა. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეხლა ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ ერთი რომ უნდა გადატრიალება და ეს ყველაფერი დასავლეთის ხელდასმით, ხო? მეორე არის, იცით, ძალიან დიდი ფულის გარეცხვის მოსწრება ხდება. ეს წრება, რომ მოესწროს დიდი ფულის გარეცხვა. ამიტომ ყველას არ დაურიგებენ. ნაწილი იქ ირეცხება, დიდი პროცენტი ამ ფულისა ირეცხება, რა თქმა უნდა. და სანამ ვინმე გაარკვევს ამას, არა, მანამდე მე წავიკითხე, ხა უბრალოდ აი მეუხერხულება კიდეც თქვა, რომ ეხლა ილონ მასკს დაავალეს ის, რომ გამოარკვიოს სად მიდიოდა ამერიკული თანხები, ხო? იქ პროექტები არის, ბატონო ნიკოლოს, მე ჩამონათვალი ვნახე, უბრალოდ აი გამეორება მეუხერხულება. ისეთ რაღაცეებში მიდიოდა ეს ფული, ნუ აი თან გაგეცინება და თან უბრალოდ უხერხულია ამის თქმა. და მეორეც ეს გარეცხვაზე არის, მოსწრება არის.
ისიც კარგად ვნახეთ ჩვენ, რომ ბოლო 4 წელიო ხა უკვე ოფიციალურად ითქვა, რომ წინა პრეზიდენტი ბაიდენი საერთოდ თეთრ სახლში იშვიათად მიდიოდა, თუ მიდიოდა შეხვედრებს თითქმის არ აწყობდა, ლოიდ ოსტინთან ბოლო 2 წლის მანძილზე სულ რამდენიმე შეხვედრა აქვს, ისიც ვირტუალურად ჩატარებული და მეტყველების მასწავლებელი ყავდა. და როდესაც რაღაც პრეპარატებით შეძლებდნენ და ალაპარაკებდნენ, ხო 4 სუფლიორი ეყენაო. და წარმოიდგინეთ, აქ უკვე საუბარია იმაზე, რომ დემოკრატია არ შეიძლება იყოს მაშინ, როცა პრეზიდენტი ერქმედ უნარო და ის არ მონაწილეობს. ეს რეალობა არის და დღეს ამერიკაში მიდის ამაზე საუბარი, რომ 4 წელი ვინ მართავდა. ვინ მართავდა და ის deep state, რომელსაც რაღაც საიდუმლო რაღაცა და არაფერი, ეს არის საფინანსო პოლიტიკური ჯგუფები. რომელიც არის ამერიკაშიც, არის ევროპაშიც რამდენიმე ჯგუფია და მათი მმართველობა არის პრაქტიკულად. ანუ დემოკრატიაზე აქ საუბარი მოკვდა. და რასაც თქვენ ამბობდით, რა ხდება დღეს სლოვაკეთში, რა ხდება სერბეთში, სერბეთში საოცარი გამოსვლებია. ესე დირიჟირება ხო არ შეიძლება, არა, ესე ხდებოდეს ყველაფერი. ეს არის ჩვეულებრივ ერთი პროცესის რგოლები. მე ანადოლიძეს უსმენდი და ანადოლიძე სიამაყით ამბობდა, რომ ევროპაში მიმდინარეობს ერთი და იგივე პროცესები, ზუსტად ის, რაც სერბეთშია, სხვაგან და ჩვენ იგივე ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი ვართ, ამას სიამაყით ამბობდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს მართულია ყველაფერი, ხო? აქედან გამომდინარე, ვეწინააღმდეგებით, როგორ თქვენ მეკითხებით, როგორ მოახერხებს ხელისუფლება. იცით რა, ბატონმა ალიევმა მისი ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო, მე მას რო უსმინე და მას ჰქონდა ასეთი მოსაზრება, რომ რაღაც პროცესები დაგვიანებით იყო. ინფორმაცია, რომ ბატონ ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრსა და ალიევს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. არ ვიცი ხა ეს რაზე ისაუბრეს, ამაზე არ ვიცი, მაგრამ ამაზეც პრინციპში ესეც გახდება ცნობილი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ძალიან ისეთიც იძაბება სიტუაცია ჩვენს რეგიონში, ამ სირიის მერე ეს არ გაჩერდება ეს პროცესი და ამიტომ არის რომ ბევრი მართლა აი ხა მე გადაცემა დავიწყე იმით რომ ვიღაცები ლაპარაკობენ თურქეთის ჯარი მოადგა საქართველოს, იქით აზერბაიჯანი, იქით ისა და იმას კი არავინ არ ლაპარაკობს. გამოსავალი რა არის? ხო, აი მოადგა ისა, ესა. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, რა უნდა გაკეთდეს? ბატონ ნიკოლოზ, ხა გამოსავალი რა არის? ამით თავს იშინებენ. რაღაც ეშინიათ კიდეც რეალურად ჭკუათ მყოფოს უნდა ეშინოდეს ყველაფრის რაც ხდება, რომ სირია არ გახდეს ისეთივე პრეცედენტი, როგორც კოსოვო, თქვენთან ვისაუბრეთ ამის შესახებ. მაგრამ თან მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთის გადანაწილება ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ არ მომხდარა. აი ახლა მიდის ეს გადანაწილება. და როგორც ამბობენ, ეს სახაზავით გავლებული საზღვრები ამ სამყაროში, ხო? ეს გადაიხედება და აუცილებლად სერიოზული გადახედვა და გადანაწილება წავა. ამის გააზრება ხო არის საჭირო, ეს ხომ გაიაზრო და ამის მაგივრად ტროას ცხენი გამოდიხარ პირდაპირ მნიშვნელობით. აი ეს აქციები, რაც მიდის თბილისში, არა, ეს ყველაფერი თამაშობს ტროას ცხენის როლს. ოღონდ არა ხელისუფლების შესაცვლელად, არამედ საქართველოს დასაღუპად. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ხო გეუბნებით, ადამიანები გაიფიცნენ და მერე მიხვდა, რომ კრედიტია გადასახდელი. ნუ ახლა აქ უკვე რაღაცა ვილაპარაკოთ, რესტორატორებმა თვითონ შეუწყეს ხელი, თვითონ გამოდიოდნენ, თვითონ ყველა მონაწილეობას იღებდა და ხვალ რო ხელფასს ვერ მიიღებენ, არა, ის ადამიანები, რომლებიც აქციებზე იყვნენ, ხვალ იტყვე, რატო არ მომეცით ხელფასიო? ცოტა ადამიანმა ტვინი ხო უნდა გაანძრიო. ასე რო ანჯღრებენ საქართველოს ეკონომიკას, ხო? ხვალ ხო უნდა იფიქრო რა იქნება და ხვალ რო ეს შენ დაგემხობა და შეიძლება თავისუფლად შემოვიდეს ნებისმიერი მიმართულებით, იმიტომ რომ ეს არის სახიფათო. ძალიან სახიფათო გადანაწილება მიმდინარეობს და ჩვენ იცით რა არის თუ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტზე საუბრობდით, რასაც ითხოვდნენ, არა? დღეს ახლო აღმოსავლეთი დუხს და გადადუხს. იქ ირანის საკითხი ძალიან სხვანაირად დადგება და ძალიან სერიოზული მოვლენები მიდის. ამას ვინც დღეს საქართველოში აი ამას არყევს, არა, ეს ყველა არის, აი პირდაპირ ვიტყვი, შემცდარია თუ გააზრებულია, ყველა არის საქართველოს მტერი, იმიტომ რომ ვიღაცის უნდა გაიგო და ტროას ცხენის მომენტი არ უნდა გამეორდეს და შიგნიდან საქართველო არ უნდა დაინგრეს და არ უნდა ჩაბარდეს ვიღაცას, თორე აზერბაიჯანს პერსპექტივა აქვს საბოლოო ჯამში იმ მოვლენებით, რასაც ვარაუდობენ, რომ მეორე აზერბაიჯანი ირანში არის, ხო? ირანის მიმართულებით იქნება გართულება. აზერბაიჯანს მეორე აზერბაიჯანი დაემატება და ორჯერ მეტად მოიმატებს, იმიტომ რომ იქ მეტი აზერბაიჯანი. ჩვენ რას ვაპირებთ?
ჩვენ სად უნდა ვიყოთ? უნდა გაგვინაწილო, უნდა გავჭრა? აი ეს იგივე სომხეთი ავიღოთ, ეხლა სომხეთი არის, ეხლა სხვანაირად ფაქტობრივად სომხეთში რაც სომხები ცხოვრობენ, მაგდენი კრასნოდარის მხარეში ცხოვრობს მარტო. ნებისმიერი რუსეთის ტერიტორია აიღე ყველგან ეთნიკური ჯგუფი, სომხები არიან საფრანგეთში, არგენტინაში, ამერიკაში 10ჯერ, 20ჯერ, 30ჯერ მეტი რაოდენობა. და თან ისინი სომხობენ, აი მე ყველაზე იცით რა არ მომწონს, ესე იგი, სადაც არის 10 ქართველი, მაგალითად რუსეთში, იქ იქნება შემდგომ რამდენიმე წლის მერე 2 ქართველი. სადაც არის 15 ქართველი, საპირობითად, ხო, ამერიკაში, იქ იქნება 2. და რატო? ქართველი ქართველს ებზვის და სადაც არის 10 სომეხი, იქ იქნება 50 და 100. სადაც არის 10 აზერბაიჯანელი, იქ იქნება 1000 აზერბაიჯანელი. ჩვენ რაღაცა კოდი გვაქვს, მე არ ვიცი, ხალხი არის ვიღაცეები, იმის მაგივრად გვერდში დაგიდგნენ, რაღაცა იყოს თანამშრომლობა, პირიქით ერთმანეთის ჩაძირვა, ერთმანეთის ჩაწიხლა. ქართველი, აი მაგალითად რუსეთში ქართველი ქართველთან არ იჭერს საქმეს, იმიტომ რომ ეშინია რაღაცა არ გამიკეთოსო, იმიტომ რომ რაღაცა ცუდი არ გამიკეთოსო. იმ რუსს ვერ უბედავს სულს და ქართველს უკეთებს, გესმით? ხდებით? და გინდათ სხვა ქვეყნებშიც კიდე ეს რა უბედურება და ამიტომ ეხლა თქვენ რო თქვით სომხეთი რო აიღეთ, ხო და სხვა ქვეყნები. ყველგან უკეთებს და თან ინარჩუნებენ ისინი სომხობაცაც, და აბა ნახეთ ეხლა ქართველი სადაც უცხოეთში არის, ქართული ამათ მარიცია, ქართული ადაწესები, ერთი მარტო რას იციან, რომ ხაჭაპური და ხინკალი კარგი არის რა. კი, რუსეთში ინარჩუნებენ მხოლოდ ქართველობას. მხოლოდ რუსეთში, სხვაგან არსად არ ინარჩუნებენ ქართველობას და ამაყობენ იმით, რომ ინგლისურად მათი შვილი ან შვილიშვილი კარგად ლაპარაკობს უაქცენტოდ. ბედნიერები არიან ამით და ქართულად რო ვეღარ ლაპარაკობს, იმას საერთოდ არაფრად არ აგდებენ. და რუსეთში საბედნიეროდ ქართველები ქართველებად რჩებიან. აი ხა მე ვლადიკავკაზში ვიყავი და მინდა მე ვანახებ გადაცემაში კიდე რამდენჯერ ესე ქართული სკოლაში ვიყავი და ბავშვები ლაპარაკობდნენ ქართულ ლექსებს. აქ ეხლა მშობელს ის კი არის ამაყება ქართულად რო ლექსი იტყვის. არა, ინგლისურად უნდა თქვას რა. კი. აი ეს არის ჩვენში, ეს ისა რა. არა, ბატონ ნიკოლოზ, იცით, აი ჩვენ ისევ და ისევ მივდივართ იმ საკითხებზე. ეხლა და მინდა უბრალოდ ჩაგეჭრათ რა და რომ დავიწყეთ იმით, რომ ჩვენ შენიშვნებს რომ გამოვთქვათ. ნახეთ, ჩვენ რა ცუდი პერიოდი გქონდა, თითქმის ეს 12 წელი რა ცუდი პერიოდი გქონდა. რეალურად ოპოზიცია კონსტრუქციული არ არსებობდა და ის რასაც თქვენ ახლა ამბობთ, რასაც მე ვამბობ, თუნდაც იგივე, აი ამ თემებზე რომ საუბრობთ, იგივე განათლებაზე, ეს უნდა გაეკეთებინა კონსტრუქციულ ოპოზიციას. ხელისუფლებას შენიშვნებს ვაძლევთ, შენიშვნები შეიძლება არ ყოფილიყო საჭირო, თუ მას ეყოლებოდა ნორმალური ჯანსაღი კონსტრუქციული ოპოზიცია. პრაქტიკულად აი ის პატარ-პატარა ნათელი წერტილები, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ხო? აი ესენი კონსტრუქციული ოპოზიცია რა არის, რომ ქვეყნისთვის მიეხმაროს და კი არა ებრძოლოს, არამედ გვერდში დაუდგეს. ნახეთ, საზოგადოებრივი აზრით საკმაოდ ჩახშობილი და იმიტომ რომ ისინი არავის არ აცდიდნენ, ხო? ოპოზიცია მავნებელი, რომელიც ჩვენ ყავს და ყავდა. ისინი არავის არაფერს არ აცდიდნენ და ჩვენ ბევრჯერ თვითცენზურასაც კი გავდიოდით, რომ ვიტყოდით, აი გვინდოდა რაღაც საკითხის წამოწევა, მაგრამ ვიცოდით, რომ ისინი აიტაცებდნენ და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის გამოიყენებდნენ. ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცაზე გავჩუმდით. აი მე პირადად ამაზე ბევრჯერ გავჩუმდი, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ამას აიტაცებდნენ და გამოიყენებდნენ სახელმწიფოს ჯღრევისთვის და გაჩუმებულები ვიყავით, მაგრამ აი ეს ძალიან ცუდი იყო ზოგადად იგივე ქართული ოცნებისთვის, რომ მას ჯანმრთელი კონსტრუქციული ოპოზიცია არ ყავდა ქვეყანა ამის გარეშე ვერაფრით ვერ განვითარდება, არ შეიძლება. ის მიდიოდა ფაქტიურად მარტო. აქედან ქვებს ესროდნენ, ურტყავდნენ ხაფანგზე და ნუ აი ხო გეუბნებით რა უკვე სიტყვა არჩევნები და მეჯავრებად რო ვხედავ უკვე რომ იგივე არჩევნების შედეგად ყველგან ჯღრევა არის და ყველგან ხელისუფლებებს ეროვნულს ყველაფერს ამით იკლავენ, აი ხო გენით ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, აი რა შეიძლება და ალტერნატივის სახით მოიგონოს. მართლა პირველყოფილი წესები, ვინც უფრო ძლიერი ეიმა, აი ლამის აქამდე მიდის, ხო გენით, იმიტომ რომ არჩევნები ჩავატარებ, ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები? ვინ, სალომე? თუ მართლა ჩამოგიყვანონ უცხოელები, რომლებიც ჩაგატარებინებენ, ხვალ უკვე იგივე ცალფეხზე დადგე და მართლობა მთლიანად სუვერენიტეტი ძლივს მოპოვებული რაღაცა პატარა ნაწილი სუვერენიტეტის აბსოლუტურად გადასცეს სხვას. ეს ხო კოშმარია, ეს ხო წარმოუდგენელი რამე არის. ეს ხო წარმოუდგენელია. მაგრამ ხო გენვით ახლა თქვენ ბრძანეთ ალიევთან საუბარი, მე მაინც არ ვიცი, მე შეიძლება ცოტა ჩემი პროფესიიდან და ჩემი
ბევრი რამის ნახვიდან გამომდინარე, მე მაგალითად ასე რბილი მოქმედებები მე არ მიმაჩნია სწორად, ისევ და ისევ რა თქმა უნდა გვეშინია რომ რაღაც არ გამოვიდეს კონტროლიდან და მეორე მე პირადად ადამიანები რომლებიც ძალიან ბევრი მეუბნება წნევა ვერ დავიგდე ნერვები აღარ მივარგა დამამშვიდებლებს ვსვამ მე მაგალითად საზოგადოება მენანება ის საზოგადოება რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერია და ამომრჩეველია მე ისინი მენანებიან მე მაგალითად აი პირადად მე საზოგადოებას ასეთი დარტყმებისთვის მე მაგალითად დამენანებოდა და ის რომ თავიდანვე გადაჭრილიყო დასავლეთი რომ არაფერს კარგს არ დაინახავს აქ ორი აზრი არ არის ის ამოგიტრიალებს თეთრზე შავია აი ხა მე მაგალითად მომხრე ვარ თქვი მე საზოგადოებას დავზოგავდი მართალი კითხვა აი დავწერე კიდევაც დღეს სხვათა შორის მე რომ აი ხა მე ეხლა რომ რატო იკავებს ხელისუფლება რადიკალური ნაბიჯებისგან ეს ძალიან კარგად მესმის იმიტომ რომ სანამ პრეზიდენტის სავარძელში არ ჩაჯდება ყაველაშვილი მანამდე მოდი გავჩერდეთ დაველოდოთ აი როცა ყაველაშვილი შევა პრეზიდენტის სავარძელში ამასობაში უკვე ტრამპიც ინაუგურაცია 15-ში მოხდება და მე კიდე თუ ამათმა არ მოისვენეს და არ გაჩერდნენ მე მაგალითად მომხრე ვარ იმისი რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა აიგზალოს ეს ტელევიზიები კანონით, იმიტომ რომ ეს ტელევიზიები კანონგარეშეთ არის უკვე ესენი პირდაპირ მოწოდებები ისმის ხელისუფლების დამხობის. არა, ესენი თვითონ მე მგონი ამ წლის ბოლოს ორი მათგანი არა, თუ ხო ისედაც გაბანკროტებული არიან, მაგრამ ნუ თუ თქვათ გააგზელა ტელევიზიები უნდა გამოირთოს, დაიწყოს განათლების რეფორმა, ყველა უნივერსიტეტები, რომლებიც ნაცებთან არის დაკავშირებული, დაიხუროს, რაც გააკეთა თურქეთმა, ფეთვილა გვინეთთან დაკავშირებული ყველა უნივერსიტეტი დაიხურა, ხო? ჩვენ ხო კარგად ვიცით თურქეთმა რა ყველა უნივერსიტეტი, ეს იქნება ალასანიას უნივერსიტეტი, ეს არის ასევე სხვა უნივერსიტეტი და დაიხუროს. სკოლებიდან უნდა და ყველა საჯარო უწყებებიდან უნდა განთავისუფლებული იქნეს ის ნაც აქტივისტები, რომლებიც დივერსიას აწყობენ. მე პირადად რამდენიმე უნივერსიტეტი ვიცი, სადაც შედიან და მასწავლებლები სკოლის თუ უნივერსიტეტის პირდაპირ ბავშვებს ეუბნებიან წადით აქციებზე. და ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც დივერსიას უწყობენ. ენერგოპრო არის ჩეხური კომპანია. ჯოჯოხეთად უქცია ეს დღეები ამ ნაძირალა კომპანიამ საქართველოს. თიშავენ ენერგიას. აი მე მაგალითად ყველაფერს ხო არ ვიტყვი, მე ხა ყოფილი პროკურორი ვარ, გამომძიებელი ვარ, ადვოკატი. დაადევით ხო გაქვთ დაწყებული ესა გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, ხო? დაიწყონ ეს ფარული მოსმენები და ნახავენ თუ როგორ აფეთქებენ მაგალითად რომ მე მაქვს მე ესეთი აზრი მიჩნდება ხა მე პირდაპირ უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევ მაგრამ რა უნდა ამ საქმის გამოგძიებას როდესაც მაგალითად ესა თუ ის კომპანია შესაძლოა ჩართული იყოს დივერსიებისკენ რაღაცა არაკანონიერი ამას რა თუ უნდა მოსმენები დაადე და იქ ყველაფერი გაიშიფრება ამას ოპერატიული მუშაობის შედეგად დადგინდება რომ ეს ენერგოპრო თვითონ აზიანებს რაღაცებს თვითონ თიშავს ენერგიას უამრავ ადამიანს ეხლა ამ ახალ წელს რომ ის გადაეწვება ტელევიზორი მაცივარი ჯოჯოხე ეს ხო ხელისუფლება ჩეხების კი არ დაუწყებს ლანძღვას ხელისუფლებას დაუწყებს გინებას ხვდები ხო და აი ესეთი რაღაცები უნდა დაიწყოს მოქმედებები ეს ყველაფერი უნდა გაიწმინდოს თორე მართლა უკვე ჩამოიშალა რაბან ნიკოლოზ გეთანხმებით რომ პარალელურად უნდა მოხდეს იცით ჩვენ რატომღაც ესე მიდის რომ აი ეს მივიდეს აქამდე და მერე არა პარალელურად სახელმწიფო რა არის სახელმწიფო არის ის რომ ყველა სტრუქტურა უნდა მუშაობდეს თავის რეჟიმში გამართულად ყველა აკეთებდეს თავის საქმეს პარალელურ რეჟიმში მაგრამ ჩვენთან აი ეს რატომღაც ერთი აი ეს გეგმა მივიდეს ბოლომდე და აი ამის მერე რა იცით ორშაბათს დავიწყებ დიეტას აი დაახლოებით ეს არის რა და არ შეიძლება სახელმწიფოს გამართულობის ხარისხი და ფუნქციონირების ხარისხი ზუსტად ის არის რამდენად შეუძლია მას სხვადასხვა სტრუქტურებით შეასრულოს კონკრეტული მოქმედებები. აქ ხალხიც გამოიცდება, ვინ მოყვება და ვინ არ მოყვება და ამით იგებ უკვე არასრულებს თავის დავალებას ის ადამიანი ტოვებს სამსახურს, მანამ უნდა აცადო და სანამ აქციაზე არ ნახავ. სანამ იქ არ დაწვავ, რომ აქციაზე იყო უსერიოზულესი თანამდებობის პირები სხვათა შორის. საკმაოდ სერიოზული თანამდებობის პირები, არასერიოზული ადამიანები. რომელთაც აბარიათ საკმაოდ ისეთი სახიფათო სახელმწიფოსთვის სახიფათო სეგმენტები, არა? ისინი აქციებზე დგანან. როგორ შეიძლება იმის მერე, აი თუნდაც ერთხელ არის კონკრეტული პირები, იმის გარეთ გასვლა. ეს უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ის უკვე შეუსაბამობა არის თავის თანამდებობასთან. არ შეიძლება იმას ანდო, არ შეიძლება ის საიდუმლო, რომელსაც ის ეცნობა, არა, მის ხელში ხვდებოდეს. მაგრამ ნუ აი არ ვიცი, ხო გეუბნებით
ან შიდა კონტროლი ხომ მიდის, არ შეიძლება ამას ელოდე ბოლომდე. იქ უნდა დადო ადამიანი, რომელიც აი ამ ინფორმაციის ფლობელია, აღარ შეიძლება რომ მუშაობდეს სახელმწიფო სამსახურში. იმიტომ რომ მას იმაზე წვდომა აღარ უნდა გქონდეს. და ნუ ახლა ის რომ ილაპარაკებს იმის შესახებ, ამიტომ არის ხო გეუბნებით. ამას გავაკეთებ და მე იმას არა. სახელმწიფო ფუნქციონირებადი არის მაშინ როცა ყველაფერს აი განათლების სამინისტროდან დაწყებული არ ვიცი ეს მინისტრიდან და თუ ვიღა ყველა არის გამოსაცვლელი განათლების დღეს ახალგაზრდობა რო დგას ვისი ბრალია ეს ამ განათლების ის სამინისტროში ვინც კი მოვიდა ყველა იყო სოროსის აგენტი და ლეკვი ხო განათლების სამინისტროში თუ რეფორმები არ დაიწყება ესეთ სიტუაცია გვექნება ილია უნივერსიტეტიდან პანჩურის ხვით უნდა გამოყარო ყველა ლექტორი პანჩურით უნდა გამოყარო რა იქ მე არ ვიცი ნორმალური არის საერთოდ ამ ილიას უნივერსიტეტში ვინმე იცით რა არის მათ ეს არის უკვე ბუდე არა სახელმწიფო მე რატო უნდა ესე იგი პირველი არხი არის გაძეძგილი იმითი ნაციონალებით უნივერსიტეტები ესე იგი ჩვენ ვაფინანსებთ ნაცმოძრაობას 1000-მდე ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი იმას რა ქვია ამ ხელი იმას ნაცებს დაუჭირა მხარი ესე იგი იქ ხო სულ ნაცები ყავს დასაქმებული ნაცების კომპანია თუ არის არანაცი ვერ დასაქმდება ესე იგი 1000-მდე ნაცების კომპანიაა და პლუს კიდე ის სახელმწიფო სტრუქტურები რომლებიც სახელმწიფოს ბიუჯეტზეა ის კიდე ჩვენ ნაცებს ვაფინანსებს ანუ ნაცების 1000 კომპანია და პლუს სახელმწიფო კომპანიები რომლებიც და ეს საწოდავი ხალხი რომლებიც ხელისუფლებას უჭერენ მხარს ესენი ზიან იმაზე რა ქვია გალოკილი იმასავით რაღა ჩაი და ბულგზე ზიან იმა ახალწელს რა ბადნიკოლოს მე ვიცნობ ძალიან ბევრი კარგ ჟურნალისტს რომლებიც მოიშორეს აი ძალიან ბევრს ვიცნობ ასეც მართლა პროფესიონალები რო არიან თითქოს მიზანმიმართულად აი კარგი და ჭკვიანების გამოძევება დაიწყო იგივე საზოგადოებრივზეც და მე მაგალითად მაშინაც მიკვირდა მაგრამ ნუ გასაგები იყო რომ ბორჩი ცოტა სხვა სიტუაცია იყო და ამას ვხედავთ მაგრამ ზოგადად რა არის ბადნიკოლოს ახლა განათლებაზე ცალკე ვერ ვისაუბრებთ თქვა მედიცინაში არის გარკვეული და სერიოზული პრობლემები რომელზეც აი მე პირადად მართალი გითხრა დავიღალე იმდენ მინისტრს შევხვდი რომ აი ამ ბოლო პერიოდში უკვე აღარ მაქვს სურვილი ამ აქტივისტობისა რა დამღალა უკვე ამან იმიტომ რომ ხვდებოდი რომ კი გისმენენ თავს გიქნევენ და მე არაფერი არ ხდება და შედეგებს მე ვიმკით უკვე საზოგადოება იმკის სამწუხაროდ მაგრამ ნუ ახლა ხო გეუბნებით ალბათ გადაიეროს ამ პერიოდებმა და მაგრამ ჩვენ რა გვჭირდება იცით ჩვენ სამწუხაროდ შევიტანეთ კონსტიტუციაში ის რაც არ უნდა შეგვეტანა ნატო და ევროკავშირი როგორ შეიძლება ეროვნული იდეა იყოს ხო ეს არის სრული სიგიჟე მაგრამ მეორეა ჩვენ ეროვნული კონცეფცია არა გვაქვს პრაქტიკულად ეროვნული კონცეფცია რომელზეც ჩვენ ვიქნებით შეთანხმებული როგორი განათლება გვინდა როგორია ჩვენი მომავლის ხედვა როგორია საქართველოსთვის და ქართველებისთვის მომავლის ხედვა ის კი არა რომ სადღაც მივდივარ და მიგვერეკებიან ან გვეკაჩებიან ან წეხს ვყრავენ ხო ეს კი არა ჩვენ თვითონ როგორ ხედავთ ჩვენს მომავალს ჩვენ თვითონ როგორი შვილები გვინდა რომ ყავდეს შვილიშვილები როგორ უნდა ვასწავლოთ რა გემოვნებაზე უნდა გავზარდოთ შილაფლავს რო ხარშავენ და შილაფლავი რო აქვს რუსთავ ღმერთო მომკალით კუბოები შილაფლავი და კუბოს ტორტი ნუ რა უბედურება ბოლო რამე დაბიობა რა დაცემა გემოვნების ნუ სოფლის კლუბში არ იყო ხო ეს კეჩებს რო დგავდეს საათღაცა აი ყოველგვარი მხატვრული მის გარეშე ხო ჩვეულებრივი აი იუმორი მოსახლეობა იქ არ იყო ესეთი დაბალი და მდარე ქცევა გოგონები რო გალობდნენ და იგინებოდნენ ესეთი საცოდაობა ესეთი უგემოვნობა ესეთი და თვითონ ეცილებათ ამაზე ხვდებით რა მდარია მათი გემოვნებაც შილაფლავი რუსთაველზე სირცხვილი და თავის მოჭრა რა შენი ისტორიის ბოლო რუსთაველის პროსპექტი სადაც დადიოდნენ პოეტები სადაც აი გეუბნებით არ ვიცი რა გუმბერაზები დააბიჯებდნენ და იქ ქვაბით მიგაკ შილაფლავი სოროსის ფონდი ხელმძღვანელობს ნეტა მეხინკლების კურსებს როდის გახსნეს სოროსის ფონდი შილაფლავს თავიდანებე რუსთაველი გადაწვეს და გააუბედურეს ყველაფერი კაცო არა მესმის მაგრამ შილაფლავის კეთების კურსები არა შილაფლავი ძრობენ ახსასრულოდ დგება მაგათი და იმიტომ აქ შილაფლავს და იმას ხაშლამისას როდის იქნება ჩავეწერო და ოჯახისთვის ვისწავლოთ რა შილაფლავი არა შილაფლავი კი არა ეს არის ეხლა ეგენი არიან კიდე ერთხელ ახლა აი მართლა მე არა შილაფლავი რთული გასაკეთებელია თუ სოროსის ფსიქიატრები არის მოსაყვანი ამდენი გიჟი და გადარეული ამ ქვეყანას არ ვიცი როგორ მეში ესე იგი ადამიანები რეებს აკეთებენ მე არ ვიცი ახალგაზრდა ეს არის რა იცით ბადნიკოლოს ეს არის ჯერ ერთი მდარე გემოვნება მე მდარე გემოვნების ლექტორები და განათლება
ნათარგმნი სახელმძღვანელოების უმეტესობა არ არის ორიგინალური. ეს არის ნათარგმნი, ნამცეცი 1 და ნამცეცი 2 და ნამცეცი. ჩვენ ინტელექტუალური სუვერენიტეტი დავგარგეთ ბატონო ნიკოლოზ, პრაქტიკულად დავგარგეთ. და აქედან გამომდინარე სხვას ვერაფერს ვერ მივიღებთ. მივიღეთ ეს. ჩვენ გვინდა ეროვნული კონცეფცია და იმის თქმა არა ვიღაცის მოწოდებული და სადღაც ერთ ოთახში დაბეჭდილი, არამედ საზოგადოების მოაზროვნე ადამიანებისგან შემდგარი გარკვეული საკონსულტაციო ორგანო არა, თავყრილობა, სადაც იქნება ძირითადი რა გჭირდება საქართველოსთვის. კი ბატონო, დიდი მადლობა, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი ქალბატონო მაია და იმედია რომ არ ვიცი ახალი წლებიც მოგვიახლოვდა ყოველთვის ახალ წელს უკავშირებთ რაღაც იმედების იმას მაშინ ვისარგებლებ ერთი წუთით და თქვენს მაყურებელს ყველას მიულოცავ დამდეგ ახალ წელს ბედნიერებას მშვიდობას უსურვებ და მალე გავთავისუფლებულიყავით იმ სასჯელისგან რომელიც ალბათ დავიმსახურეთ ჩვენი ცოტა ლოიალობით რა მალე გავთავისუფლებულიყავით და ამაყად მიგველოცოს ერთმანეთის წარმატებები. მაყურებელს კარგად გაბრძანდებოდეთ. ქალბატონი მაია ნიკოლეიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძვირფასო ტელემაყურებლებო და ესე იგი თავრობის ხდომაზე თავრობამ გუშინ შეხვედრა მოაწყო ბიზნესმენებთან. ხო და ესე იგი ერთ-ერთი ბიზნესმენი თბილღვინოს ხელმძღვანელი მარგველაშვილი ეს თბილღვინო არის მეგობრებო აი ამ კომუნისტური ეპოქაში შექმნილი კომპანია რომელიც ეს თვითონ ინფრასტრუქტურა ეს თბილღვინოსი რომელიც ახლა ეს ადამიანები ფლობენ ეს იმ ბნელ ეპოქაში შეიქმნა რომელ ეგრეთ წოდებულ ბნელ ეპოქაში შეიქმნა რომელსაც უპირისპირდებიან აი ეს ნაძირლები და ეს მარგველაშვილი მე ადრეც ქონდა საუბარი ამ ვაჟბატონზე, აი თბილღვინოსი. ესე იგი ეს თავისი რაღაცა ჟურნალს გამოსცემს იქ და რაღაცა იქ საიტიც აქვს და ციტირებას ახდენს აი მეპირფალოსე იმების, რა ქვია, პოეტების, მათ შორის ლაშა ბუღაძის. ესე იგი თავრობის ხდომაზე, როგორც გითხარით, ეს სამგლე გოჭივით გამოხდა ეს მარგველაშვილი და განცხადებები გააკეთა რომ ჩვენო ახალი არჩევნები უნდა დავნიშნოთ. აი სიუჟეტს განახებდა რეალურად ვინ არის და რა არის ეს თბილღვინო წარმოდგენა შეგექმნებოდა. გიორგი მარგველაშვილი, თბილღვინოს თანადამფუძნებელი, რომელიც რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტს დიდი ხანია წარმატებით ახორციელებს, რადიკალების სამსახურში აღმოჩნდა. მარგველაშვილი ხელახალ არჩევნებს და პოლიციელებზე მოძალადე პირების გათავისუფლებას ითხოვს. ადგილზეც დავაფიქსირე, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ კრიზისი უნდა განიმუხტოს, ამ კრიზისის განმუხტვის უფლებამოსილება აქვს მმართველ ძალას. ისინი შეუძლიათ მათ გამოვიდნენ ასე ვთქვათ ძლიერის პოზიციიდან, განთავისუფლონ დაკავებულები და ხელახალი არჩევნები. რა რეაქცია ქონდა ამაზე დანარჩენ იმ ადამიანებს, ვინც თქვენს რომ მშვიდობაა მათი მიზანი? ხანგრძლივი პასუხები მივიღეთ, ეხლა ვერ გავი. ესე იგი თქვენ ნახეთ იქ კადრი მოდიოდა, ესე იგი საკმაოდ ძვირი ღირს მისი წარმოებული ღვინო სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში იყიდება. ერთი ბოთლი 1700 რუბლი ღირს, 1400 და ეხლა ამ აქციის ლაიტმოტივი რა არის რომ ჩვენ რუსეთისკენ მივყავთ ამ ხელისუფლებას და რუსეთს აგინებენ დილიდან საღამომდე. ბიჭო, შეძალოცვილო შენა. ამ ღვინოს რო ყიდი ამ რუსეთში და ჯიბეებს რო ისქელებ და მე რო გამოდიხარ და ამ ხელისუფლებას ურტყამ რომ თურმე ესენი რუსეთისკენ მიდიან და თურმე ახალი არჩევნები უნდა შემთხვევით ერთი ადგილის თამაში ხუარღებულობ მონაწილეობა ჩემპიონატში, თუ გინდა გახვიდე პირველ ადგილზე იმ ერთი ადგილის თამაში. თუ ვერ გავიგე იმ ერთი ადგილის თამაშის გარდა სხვა რამითაც ახარ იმ ერთი ადგილში დაწინაურებული, იმიტომ რომ ეს მეპირფალოსე და მოპიდარასტო ხალხი რო ყავს იდეალად ცნობილი, ეს ბუღაძეები, ეს ბოდიში და ეს შამუგიები და ვიღაცეები ამ კოხორტაში რო ხარ. ბიჭო, არ აქვს ხვენი ამა, იჩე საცოდაო შენა რომ ამ ხელა ტრადიციულ ღვინოს, რომელსაც ესე იგი კაცმა გამოვიდა გვარამიამ და ჩაგიფსით ღვინოშიო და შენ ამ ღვინოს უშვებ და იმ გვარამიას გვარამიას უჭერ მხარში არაკაცო შენა. აი მართლა როგორ გითხრა ღვინოსი როგორ, მაგრამ შენ მართლა არ ვიცი რისი ღირსიც ახარ. მე არ ვიცი ხა სააკაშვილის ხელისუფლება რო იყოს. აი ცოცხალი ვერ გამოხვიდოდი მთავრობის ადმინისტრაციიდან, რომ ეგ გაგეკეთებინა განცხადება, რომ მე მოვითხოვ ახალ არჩევნებს.
რომელ არჩევნებს მოითხოვ, მაინტერესებს, რომ ის რა ქვია, შენი ამხანაგები ეს მეპირფალოსეები და ისინი რა ქვია, ღვინოში რო ჩაფსვას აპირებენ, იმ ხალხის ის გინდა ხელისუფლებაში მოყვანა? თუ რატო უნდა ჩატარდეს ერთი არჩევნები ხელმეორედ? თუ ვერ გავიგე, რატო უნდა გამოუშვან პოლიციელებმა ის ახალგაზრდები რუსთაველი რო დაწვეს? ეხა მოვა ვიღაცა დაგიწვავს მაგ ფაბრიკა ქარხანას და მერე ვიღაცა რო გამოვიდეს და რო თქვას რომ გამოუშვათო. გითახა არ თანახმა მაგაზე? არა, თუ პარლამენტი უნდა დაწვას ვიღაცამ და მერე ეს მერე ითხოვ ამის გამოშვებას, მაშინ მოვა ეხლა ხალხი მოვლენ შენთან, გადაგიწვავენ სახკარს, გადაგიწვავენ ამას და მერე რო გამოვიდეს ვიღაცა და რო თქვას რომ აი რატო აპატიმრებთ ამ ხალხს, მოგეწონება მაინტერესებს? სად გაიზარდე ამნაირი და ვინ გაგზარდა საერთოდ მაინტერესებს? რა ძუძუწოვე ამნაირი, ვინ ახარ შენ საერთოდ რა? ვინ ახარ საერთოდ რა ჯიშის და რა ჯულის ახარ ესეთი? ესე იგი ტიპი ღვინოს ყიდის რუსეთში 1600-1700 რუბლი საკმაოდ ძვირია ეს რუსული მასზე რო გადავი რუსეთში მაყუც აკეთებს და იმაში რა ქვია ხელისუფლებას ურტყამს იმაში რომ რუსეთისკენ მიდისო და ახალი არჩევნები ჩატარდესო მე ადრეც ვთქვი ეს ვინც იყო კარგად ვიცოდი და იმიტომ თქვი რომ ესეთი ნაძირლები უნდა აღიკვეთონ და მე ხელისუფლებას მოუწოდებ რომ აი მართლა იცი რა ზოგჯერ ფიქრობ რომ აი ღმერთო მაპატიე მაგრამ ის სააკაშვილი სწორი იყო აი ამათ რომ ბოდიში და აი ექცეოდა ისე როგორც ექცეოდა რა აი თქვენ მართლა უნდა შეგაძვრინონ ერთ ადგილას უნდა გადაგაფორმებინოთ მართლა ღირსები ხართ ის ბიზნესები როგორც საჭიროა რა თქვენთან სხვანაირი როდისმე ვინმე დაგიბარა რამე პროექტი გააკეთე თავისუფლად სუნთქავ ვინმე მოვიდა შეგაწუხა ვინმე რამე გითხრა რომ მოდი ეხა ფულს რო იღებ რაღაცა გააკეთე რაღაცა იყიდე მიდი ყურძენი იყიდე ეს იდიოტი ყველას რო ბუდა აწერავ და ფულს რო მიდი იქ აშენე მიდი ისა თავისუფლად სუნთქავთ ერთი პროექტი არ გაგიკეთე რამე ვინმეს დახმარები ხარ საერთოდ რამე ქველმოქმედება გაგიწევია საერთოდ ბიძინა ივანიშვილს რო ფულებს უთვლით რამე გაგიკეთებია თქვენ ნაძირლებო შეიკრიბა იქ ვიღაც ბიზნესმენები და ისაო რა ქვია თურმე ეს ხელისუფლებას რაღაცა ჯერეგერთის თუ რესტორნებს ფული არ აქვს და გაყიდვები იმას ქნეს რა ქვია შეგიწყდათ და რაღაცა ისა ვისი ბრალია მე ვინც ეს აქციები მოაწყო თუ საქართველოში დღეს ეკონომიკურად არის არასტაბილური მდგომარეობა ხელისუფლების ბრალია ეგ ყველაფერი ჰა აი ესეთი ნაძირლელ მარგველაშვილების ბრალია ეს ვინ არიან ეს მარგველაშვილები კიდე ის პრეზიდენტი იყო ის მრავალფეროვანი სექსის მოყვარული ეს არის კიდე და მრავალფეროვანი სექსის მოყვარულ ხალხს იმაშვება რა ქვია უჭერს ხარს ლაშა ბუღაძეებს და ვიღაცებს საოცარია პირდაპირ რა საოცარი არის რომ ესეთი ტრადიციული შენ რა ღირსი ხარ ეგ ღვინის კომპანია გქონდეს წადი გაეთრე აქედან შენი მართლა როგორ უნდა იყო იმ ღვინის კომპანიაში როგორ უნდა შეყვიდე ჩაგიფსი ღვინოში ხალხს უჭერ ხარ მე ვფიქრობ დადგებად რომ შენ მოგაკითხავენ ვინც საჭირო არის ისეთი და მაგ სიტყვებზე რასაც აკეთებ სამართლებრივად მოგთხოვენ პასუხს შენ ნაძირალა შენ რა შეიძლება ხალხო გაგონილა ესეთი რამე რომ კომპანია რომელიც ესე იგი ბრუსეთში ყიდის ღვინოს გამოდის და ვინცო რუსთაველი დაწვა და გაანადგურა ის ხალხი გამოვიდესო გაგიჟდები აი გაოცებასავა რა აი სასწაული ხდება რა და მე აი ხლა ვიღაცას უკვეს რატო არ ხარ აღშფოთებული აღშფოთები კი არა საერთოდ რაღაცა მართლა ნორმ ჭკუაზე როგორ ავარ საფჭკუაზე რა გამდიდრდნენ ჯიბეები გაისკელეს თავისუფალ იმას სუნთქავენ და კიდე სააკაშვილის დაბრუნებას უწყობენ ხელს შენ ხო არა ხარ 24000 ფაილში შემთხვევით მარგველაშვილო ა შენ ხო არა ხარ გადაღებული 24000 ფაილში აბა რატო მელას თავისი მახჩობელა აბა კაცი რომელიც ეხა ბიზნესის კუთხით წარმატებებს აღწევს ხელისუფლების პირობებში პრობლემა არ აქვს რატო უნდა გინდოდეს ისეთ ხელისუფლებასთან დაკავშირება ბედის რომელიც ხელისუფლებას ბიზნეს ატერორებდა ართმევდა ბიზნესს და ბოდიშ და სისწრუშლობდა რატო უნდა გინდოდეს ისეთ ადამიანთან საქმის დაჭერა მაგრამ ეტყობა არის 24000 ფაილში შენი კადრებიც რაღაცა ალბათ მე ეჭვს გამოვთქვა ხო და არ ვიცი რა მე აიხლა იმ დღეს მომეწონა აი სპორტსმენებზე რო არის კიდე საუბარი აი ჩვენი სასიკადულო ჩოგბურთელი აი ეს ნიკოლოზ ბასილაშვილი
აი სიცოცხლე რო გაუმწარა ამ იმან რა ქვია ზონდერ ფემინისტურ ფაშისტურ ნაც ჯგუფებმა ბაია პატარაიას თამადობით რომ ისე გაუმწარეს ამ კაც სიცოცხლე რომ იმის მერე იმხელა ჩავარდნა ქონდა იმას საჩოგბურთო კარიერაში რომ კაცმა თამაშები ვეღარ მოიგო და ეხლა როგორც იქნა გამოდის მდგომარეობიდან იმიტომ რომ ფსიქოლოგია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩოგბურთში და ეხლა უკვე ნელ-ნელა იკრებს ეს კაცი ძალას და ამ კაცმა გამოვიდა და აი ეს ნოშრევან ნამორაძის ის სიტყვები რომელიც ეხებოდა აი ამას რომ რაც ბატონმა ნოშრევანმა თქვა რომ აი რო უთხრა აი ამ იმებს რა ქვია ჟურნალისტებს რომ გატერორებთ ან უკრაინა გინდათ აი მე ვფიქრობ ნოშრევან ნამორაძისნაირი ბიზნესმენები ჭირდება საქართველოს და ნიკოლოზ ბასილაშვილისნაირი სპორტსმენები ჭირდება ლაშა ბექაურისნაირი ადამიანები ჭირდება აი ვენაცვალე ლაშა ბექაური ეს არის ერის სინდისი და ნამუსი და მისი ოჯახიც დედამისმაც ისეთი სახელმწიფოებრივი პოზიცია დააფიქსირა აი ამათზე ვამაყო და არა ის ვიღაცა ზოგიერთი ფეხბურთელები რომლებმაც მილიონები გადაურიცხა სახელმწიფომ ხელი გულზე ვატარეთ რა არ მოუწყვეთ რა არ გავაკეთეთ და ჩააფურთხეს იმაში რა ქვია წყალში სადაც წყაროში სადაც წყალს ვამენ მოჭრეს ის ტოტი რომელზეც ზიან აი გაგონილა ხალხო უმადურობა არ ნახული და აგერ ამ ხალხმა აი მართლა მე ჩვენ სამწუხაროდ როცა ვლაპარაკობთ რაღაცა ფენაზე ახალგაზრდობის სპორტსმენების ყველა არ არის ეგეთი მე რო ლაპარაკობ ახალგაზრდათა ყველა კი არ არის კაცო დაწილზე აქვს საუბარი და რა მთელთაობა და სპორტსმენ ვენაცვალე აი ნიკოლოზ ბასილაშვილს მე მეამაყება ნოშრევან ნამორაძის პოზიცია მეამაყება ლაშა ბექაურის პოზიცია აი ლაშა ბექაური პარლამენტში კი არა რა ვიცი მე პრეზიდენტადაც რო იყოს მე ორი ხელი დაუჭერდი მხარს იმიტომ რომ ეს კაცი არის მართლა სიმბოლო საქართველოსი რა სახელმწიფოებრივადაც აზროვნებს და ყველაფერი აქვს. აი ესეთი ხალხს უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი ქვეყანა. აი გუშინ მე მყავდა სტუბრად გია ჩოხელი, კაცი აუდიტორი, რომელიც ადგა არც ვინმეს დაუვალებია და ჩაშალა აუდიტორთა კრება, იმიტომ რომ უნდათ ამ აუდიტორთა კრების მესვეურებს მხარდაჭერა გამოეცხადათ ნაცებისთვის. აი ესეთ ხალხზე დგას ქვეყანა. გია ჩოხელებზე, ლაშა ბექაურებზე, ბასილაშვილებზე, ნოშრევან და გიორგი კანდელაკზე, რომელიც ასევე უდიდეს საქმეს აკეთებს. მე არ მინდა რა დაიკარგოს ამ ადამიანის კაცი, რომელიც გაჭირვების პერიოდი უედგა ხელისუფლებას 7000-იანი არმია შეკრიბა იმაში შიდა ქართში და ხელისუფლებას ხარი დაუჭირა და ყოველთვის ხელისუფლების და სახელმწიფოებრივად აზროვნებს. აი ეს არის ადამიანები. ასეთ ხალხს ეფუძნება ჩვენი ქვეყანა. და მე მინდა მადლობა უთხრა ბიზირა ივანიშვილს რომ ის არ ნებდება ის მტკიცე დგას და სახელმწიფოებრივად მაინც უდგება ამ ქვეყანას და აი მაინც ბევრი ვერ გაუძლებდა აი ამ დაწოლას რასაც უძლებს ბიზინა ივანიშვილი მეგობრებო ვერ ჩამოიშალა ბევრი ქვეყანა და მე მინდა მასაც გამოუცხადო ხარდაჭერა და აი ამ ჩვენ სასიგადულო ქართველებს და დღევანდელ ხელისუფლებას დღეს ჩვენი ქვეყანა არის ბრძოლაში აი როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა ჩვენთანაც იგივე ბრძოლა მიდის უიარაღოთ ოღონდ ჯერ იარაღი არ გამოუყენებია და ვინც ვერ გზნობს ამას და ვიღაცები რო ქილიკობენ რო აი ხელისუფლებას უჭირ აბა ვის დაუჭირო ხარ პიდარასტებს დაუჭირო ხარ ვის დაუჭიროთ ხარი აბა მაინტერესებს ამერიკის აგენტურას დაუჭიროთ ხარი თუ ესე ვიდგეთ ზოგიერთებივით და გავიდე შტილში დავდგე და უყურებ. ეხლა როდის განვითარდება მოვლენები და მე გამოვიდე რომ თუ რაღაცა ისე წავა საქმე როგორც რაღაც ხარ მე აი ხო ვამბობდი რა ესეთები ფარჩაკები არიან და რაღაცა. ზოგიერთმა ვაი პატრიოტმა ტელევიზიები დაკეტა რომ ვაი და გაიქცა ქვეყნიდან რომ ვაიმე არ დამაბრალონ რაღაცა და არ დამიჭირონ რამე ცუდია და მე რომ რაღაცა ჩაწყნარდება სიტუაცია მე ერის მამის პოზიციიდან დაგმოძღრავს რომ იტყვის რომ მე ერის მამა ვარ და ქვეყანას რო უჭირს მაშინ მოდიშ და ყველა ჩირგვებში შემძრალი არის და რა გავაკეთოთ ჩვენ ეხლა როცა ქვეყანაზე შეტევა მიდის ომშია ჩართული თურმე უნდა ავდგე და მეც ხელისუფლებას ვაგინო აი ეს გავაკეთო უნდა ზოგიერთი ჭუად ხელს რომ მინდა მივმართო. მე ჩვენი წინაპრები, ჩვენი გმირი წინაპრები ზოგს ზიდადაც შეიძლება ხელისუფლების რაღაცა ქმედებები არ მოსწონდა, მაგრამ იდგნენ მეფის და იდგნენ თავისი ქვეყნის გვერდით და დღესაც ეგ სიტუაცია არის. დღეს, როდესაც შენ მტერი შემოგესია და აგერ ობსტრუქციებს გიწყვებ, შენი ვალი არის ქვეყანას დაუდგე გვერდში და არა ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედო მეგობრებო. ამით მე მინდა დაგემშვიდობო ძვირფასო ტელემაყურებლებო ხვალ შევთებით ერთმანეთს საღამოს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდეთ.